კაია გაზაფხული წვიმა თოვლი გაყინა რაღაცა. ბატონო, მე მგონი ნასასხების თემაც აქტუალურია ყოველ დღეს. ამაში ყოფილა. ხუჩაბათიდან გამოდის ამინდები. კი ბატონო. ხუჩაბათიდან გამოდის. მაგრამ ამეტანი ისეთ დროს მოყინა მე მგონი, რა. ვერაფერს ვერ გეტყვით. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს. ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ ბაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე. ჩვენი სტუმარია, ჩვენი მეგობარი დავით ქართველიშვილი. ბატონ დავით, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მადლობა მოწვევისათვის. და საუბრობთ ამ თემებზე. მოკლედ, მოდი ესე გავაკეთოთ, არის ეს კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიას გულისხმობ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. ერთის მხრივ ცხადია ამ საკითხს უნდა შევხედოთ ორივე პრიზმაში, რა პროცესთან არის დაკავშირებული ქვეყნის შიგნით და როგორი არის ან შეიძლება იყოს მომავალში მოსალოდნელია ვთქვათ საგარეო, ასე ვთქვათ, რეაქციები, გამოწვევები, რომელიც შეიძლება კომისიის საბოლოო შედეგთან იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. მე მგონი ესე გავყოთ ორ ნაწილად. პირველ რიგში შევეხოთ იმ ახალ ინფორმაციას, რომ კომისიის სამუშაოა და გაგრძელდა, ხო? ერთი თვით გაიწელა და უკვე გაკეთდა განცხადება ქართული ოცნების მხრიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას არ შეექმნება კომისიიდან გამომდინარე, კანონიერებიდან გამომდინარე, არანაირი პრობლემა. დანარჩენი უკვე ესეთი საკითხია, პოლიტიკის საკითხია, მიიღებს მონაწილეობას, არ მიიღებს მონაწილეობას, ეს სხვა თემა, მაგრამ ფაქტია, რომ კომისიის მუშაობიდან და შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელიდან გამომდინარე, საკანონმდებლო პრობლემები არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ექნება მომავალ არჩევნებში, ხო? კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მე მინდა გამოვმარტო პირველ რიგში ეს ტექნიკური მხარე. რომ ის 6 თვიანი ვადა, რომელიც განკუთვნილი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლის მუშაობისთვის, თავიდანვე არ იყო გამიზნული რაღაცა იმ წკიპამდე მიყვანამდე ქალბატონმა თია წულუკიანმა კომისიის თავმჯდომარემ არაერთგზის განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ ის მაგალითად იმედოვნებს, რომ კომისიის მუშაობა დასრულდებოდა 5 მაისს. ეს თარიღი ითქვა ორგზის პირდაპირ ეთერში. გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ დაემატა ფორმატი, გაფართოვდა ამ კომისიის ფორმატი და მოიცავს 2012-დან 24 წლამდე ჩადენილ ასევე უამრავი გადაცდომის თუ დანაშაულის განხილვას. ყოველ შემთხვევაში ეს ერთთვიანი დამატება მუშაობის, ხო, ასევე არ ამგონია, რომ იმით იყოს განპირობებული, რომ რაღაც კომისია 6 თვიან ვადაში ვერ ეტევა და ასე შემდეგ. უბრალოდ დაიზღვია მმართველმა პარტიამ რაღაცა თავი და ეს ფორმალური განაცხადი გააკეთა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ამ კომისიის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ვიცი, რა მოცულობის სამუშაო ჩატარდა უკვე, სად ვართ და სად შეიძლება დავასრულოთ და გავიდეთ ფინალში, არ ამგონია, თქვათ, ეს დაკავშირებული იყოს იმით, რომ სექტემბრამდე რაღაცას ვერ ვასწრებდეთ, მაგრამ იყო გათვალისწინებული უამრავი სხვა რისკი, აუცილებლად გასათვალისწინებელი რისკი. ჩვენ ყველანი ვხედავთ, დავიწყებ პლუსებით და მე მგონი პლუსები უფრო ჭარბობს ჩემს, ასე ვთქვათ, ანალიტიკურ მიმოხილვაში, გუშინდელი განცხადების. დავიწყოთ იმით, რომ 2 თვია თითქმის მუშაობს კომისია, ინტენსიურად მუშაობს როგორც პირდაპირ ეთერში თავისი სხდომების, თქვათ, ტრანსლირების კუთხით, ასევე ამ ტრანსლირების მიღმა სამუშაო და ადმინისტრაციული ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ზღვა მასალის გადამუშავებაზე და მე შემიძლია გითხრათ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი 1000 გვერდის მოცულობის დოკუმენტები იქნა დამუშავებული უკვე ძირითადი ნაწილი და რა ოდენობის, რა მოცულობის ღია წყაროებთან ჩატარდა მუშაობა. და ეს არის მართლა ტიტანური მუშაობა და მე მინდა უბრალოდ მადლობა უთხრა ნდობისთვის პირადად მე, რომ ამ სამუშაო ჯგუფის წევრი ვარ და იმისთვის, რომ უამრავი ძალიან ნიჭიერი
ახალგაზრდა ანალიტიკოსი გავიცანი ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის პერიოდში. მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემოbrunებულ განცხადებას, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომელიც ეხებოდა აი ამ კომისიის ან შექმნას, ან მის მუშაობას, ან მოსალოდნელ შედეგს, რომელიც აუცილებლად დადგება. ეს არის ძალიან კარგი, ამ ეტაპზე ვამბობ, კარგი ჩვენთვის, იმიტომ რომ აი ეს წნეხი, რომელიც თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ან უბრალოდ ძალიან კარგად წარმოიდგენთ, რა წნეხი შეიძლება ყოფილიყო ბლინკენის სახელმწიფო დეპარტამენტის პირობებში და ის მეთიუ მილერის დღეში ალბათ 3-4 ბრიფინგი ზუსტად მაგ თემაზე იქნებოდა რუსული კომისია, რუსული დასკვნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს გვაძლევს ჩვენ ძალიან დამატებით სტიმულს იმისა, რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებულია, ყველაფერი მივა ბოლომდე, მივა სასურველ ფინალამდე, მაგრამ ვუბრუნდები რისკებს. რა არის უკეთესი? ვთქვათ, დააკავშირო მუშაობის კომისიის ფინალი და შედეგი აი ამ ადგილობრივ არჩევნებთან, ანუ მისცე რაღაცა მოსახლეობა საკუთარ ამომრჩეველს, რაღაცა დანაპირები, რომ აი ჩვენ ვასწრებთ, ყველაფერი სწორად იქნება გაგებული საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე, ისეთი დასკვნა იქნება, რომ იქ გამორიცხულია სხვა ტიპის გადაწყვეტილება იქნას მიღებული, გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ პარტიას თუ პარტიებს უნდა აეკრძალოს საქართველოს პოლიტიკურ ველზე თავისი საქმიანობა, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა, ხომ? ანუ გააკეთო ეს თამამი განცხადება და შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი საქმე ვერ შეასრულოს იმ რაღაც გონივრულ ვადებში, ან შეასრულოს უпростоროდ იმ გონივრულ ვადებში, რომლებიც უკვე გასცდება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თქვა თარიღს და მაშინ გამოდიხარ ძალიან რაღაც უხერხულ მდგომარეობაში. ან მინიშნებითაც რომ თქვა და გააკეთო ესეთი განცხადება, რომ ვასწრებ და ყველაფერი მოესწრება, ეს აუცილებლად დატოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ბოდიში ჟარგონისთვის და რაღაც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიასენებული ყველაფერი, იქ იციან რაც უნდა გააკეთონ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა, მით უმეტეს აცდენილი რეალობას, ხომ? ესე არ არის და ეს ისეთი დასკვნა უნდა იყოს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომლის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არც ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, არც ბრიუსელს, არც სტრასბურგს და არც პეკინს და ასე შემდეგ რა. მოდით რა ეს საინტერესო ნაწილია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ახლა დაიწყება ამაზე ინსინუაციები, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ახალი გარიგება ქართული ოცნების მხრიდან და ნაციონალური მოძრაობა კვლავაც იქნება წარმოჩენილი ამ არჩევნებზე როგორც ძირითადი პოლიტიკური ოპონენტი, ისევე ნაციონალური მოძრაობის წარმატების შეშინებით საზოგადოების, ესე ვთქვათ, მობილიზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთიანად აეწყობა ცხადია, ხო? მოხდება ყველაფრის ასე ვთქვათ საზოგადოებაში გატანა და ნუ საზოგადოებასაც გაუჩნდება გარკვეული ეჭვი ამასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის ისევე მისწრება ნაციონალურ მოძრაობის დაბრუნების ჩვენ საკმაოდ ზე ეჭვიანი საზოგადოება გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ზე ინფორმაციულია, ზე დოზირება აქვს საინფორმაციო და ზოგადად ახლა სანამ თქვენ ამამდე მოვედი 2 საათი საცობში ვიყავი და ყოველ ჯერზე ვეკითხები საკუთარ თავს თბილისში, ხომ? ანუ მხოლოდ ქვით მოსიარულეები მუშაობენ ამ დროს, აი იმიტომ რომ როგორ შეიძლება დღე და ღამე 300-500,000 ავტომანქანა თავის მძღოლით და მგზავრებით არ მუშაობდეს რა, ტაქსების გარდა რა, არ მუშაობდეს რა. და იყოს Facebook-ში და აუცილებლად აი ამ ღია ეთერში და სოციალურ ქსელში აინტერესებდეს სასწრაფო მყისიერი პასუხის გაცემა ყველაფერზე, რაც არ ესმით, რაც არ მოეწონებათ, აი სასწრაფოდ ღია ეთერში უნდა გასცე ყველაფერი რა, პოლიტოლოგიის მთელი რაღაც საიდუმლოებები უნდა გადაშალოს, სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკაზე უნდა ისაუბრო რა, იმიტომ რომ მე ამისთვის მოგეცით ხმა, ამისთვის ხმა არ მოგიციათ არც თქვენ, არც მე. ამიტომ მე 3 დღის წინ მაგალითად ღია სოციალურ ქსელში Facebook-ზე მომიწია რაღაც დისკუსიაში შესვლა, სადაც ვამტკიცებდი 3 დღის წინ,
რომ ბატონ გახარიას არც ბრიფინგი ჩატარდება მეთქი 12 საათზე და საერთოდ მოვა და დაესწრება კომისიას ხო და დავნიზლავდი მოვიგე მარხვის დასრულების შემდეგ რესტორანი გახარებული ვარ და მზად ვარ ჩემი რეპუტაცია კიდევ ერთხელ დავდო ასე ვთქვათ სასწორზე და დავარწმუნო დავნიზლავდე რომ მიუხედავად გუშინდელი განცხადებისა ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს იქნება საბოლოო გარდაუვალი დასკვნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო დასკვნის ნაწილში კიდევ ერთი ძალიან კარგი ირიბი მინიშნება, რომ ამ პარტიამ აღარ უნდა იარსებოს ჩვენს პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ არც არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, ან არჩევნებში მონაწილეობით საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობა უნდათ. არაფერი არ უნდათ, გარდა ქუჩისა, გარდა დესტრუქციისა, გარდა რადიკალიზმისა. პლუს მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ეს არ არის თქვათ რაღაცა სუბიექტური მიდგომა გამარჯვებული პარტიის რაღაცა ოპოზიციის მიმართ. ეს იქნება გამაგრებული კიდევ ერთხელ ვამბობ. მე ვიცი რასაც ვიძახი, მარტო ჩემს ნაწილში, ხომ, აი ამ დასკვნაზე მუშაობის ჩემს ნაწილში, მე მივხვდი, რომ მე იმის 10%-იც კი არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა ვისთან და რასთან მქონდა საქმე. და მე მიხარია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მერვე განათლების მინისტრი ყავს, ამასაც გულის ტკივილით ვიძახი, ჩვენ არ გვაქვს ის სახელმძღვანელო ისტორიის, რომელიც სწორად ასახავს გინდათ სასკოლო და გინდათ უმაღლესი განათლების პროგრამებში ქვეყნის უახლოეს ისტორიას. აი ამ დასკვნის შემდეგ ინსინუაციებს აღარ ექნება ადგილი. მოუწევს შესაბამის განათლების სფეროს გამოუშვას ზუსტად ის სახელმძღვანელოები, სადაც იქნება ასახული სიმართლე. აი საინტერესო რამე იყო, ასე ვთქვათ, ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის ისტორიის მიმოხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა და მაგრამ აი აქ ხა ერთი კითხვა მიჩნდება. საკმარისია ამ 20 წლის ასე ვთქვათ საკომისიო კვლევა იმისთვის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ აი ამ უახლესი ისტორიის უახლესი ისტორია კარგად დავინახოთ, იმიტომ რომ იქ წინ კიდე არის 1 ათწლეული მინიმუმ, ხო? ამ 21-22 წლის მიმოხილვა არ არის საკმარისი 36 წლიანი ჩვენი უახლოესი ისტორიის კუთხით. არ არის. და მე მინდა უბრალოდ ყველა შევახსენო და ბოდიშს ვიხდი ამისთვის, რომ ამის შეხსენება არავის არ სჭირდება, მაგრამ მაინც აი ეს სულსწრაფობა, მოუთმენლობა, რომელიც ახასიათებდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველ ეტაპს, პირველ ალბათ 16 უფრო მეტ წელიწადს ახასიათებდა ისეთი მოვლენები, ესეთი თარიღები, რომლებიც ბოლომდე არ არის არც ასახული არც სახელმძღვანელოებში და ზოგადად დისკუსიის საგნათაც ძალიან მძიმედ განიხილება ხოლმე რა ტელესივრცეში, საინფორმაციო სივრცეში. მაგალითად, რა უნდოდა იმ დროინდელ ოპოზიციურ ძალებს 1989 წლის სექტემბერში თუ არ ვცდები, ცხინვალში. აი რა მიზნით შევიდნენ და რატომ დაიძაბა პირველად ეს ურთიერთობები და დაიღვარა პირველი სისხლი, ხომ? აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი 91 წლის დეკემბრის იანვრის პუტჩის ამბებს, ხომ? ზოგადად რა, ხო არის საინტერესო თემა. რატომ დაიწყო 92 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ის, რაც არ უნდა დაწყებულიყო ზუსტად იმ დღეს, როდესაც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხდომაზე უნდა განეხილათ, რამდენადაც მე ვიცი, პირველი მოსმენით ჩვენი ურთიერთობების რაღაცა ფედერალიზაციის პროექტი, რომელიც ტარას შამბას მიერ ჯერ კიდევ 91 წელს იყო დასრულებული და რომელიც მოწონებული იყო მეტნაკლებად შევარდნაძის და არძინბას დონეზეც კი, ხომ? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? სად გვეჩქარება ყოველთვის? რატომ მივისწრაფით მოვლენების, თქვათ, აი მატარებლის წინ რატო გვიყვას ხოლმე აი ეს რაღაცა უაზრო სპრინტები, ხო? ამ ყველაფერს და უამრავი კიდე სხვა ახლა, ხო? 2003 წლამდე მივალ მასე ეტაპობრივად და ჩვენ მივხვდებით, რომ ძალიან ბევრი რაღაცა, ხო, ტაბუ დადებულია დღესაც. ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ 2003 წლიდან მაინც დავიწყოთ.
მე იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და მე მინდა ყველა დავარწმუნო იმაში რომ რაღაცა შეცდომებზე ხო ჩვენ რაღაც გამოცდილება მართლა შევიძინეთ რა დღეს აი საზოგადოება რომელიც რაღაცებს ითხოვს სწრაფად გითხარით ეს რაღაცა ეს გადადგით ნაბიჯები ხომ აი ეს ზუსტად იმ ოპერიდან არის იმ შეცდომების ოპერიდან არის, რომელსაც უშვებდით ჩვენ ზუსტად იმით, რომ აი დღეს გვინდოდა, გუშინ გვინდოდა, მაშინ როდესაც ჩვენი დრო შეიძლება მოვიდეს ზეგ. ოღონდ ზეგ რომ მოვიდეს დღეს არის საჭირო ცოტა თავშეკავება და აი ამ მოვლენების, ხომ, X, Y ღერძებში განხილვა არ ყოფნის მარტო Z ღერძიც უნდა გაავლო. და მაშინ გამოდის რომ რაღაცა ეგრეთ წოდებული 3D ფორმატში უკვე სულ სხვა სურათი გეხსნება და სულ სხვა პერსპექტივები ისახება შენ წინ და ქვეყნის წინ რა. კი ბატონო, ვასიკო, ისი კითხვა მინდა, იცი თავის მხრივ მოდი ესე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე რომ დავითი მაინც კომისიის წევრია, მაინც თავისი სამუშაო ჯგუფის წევრია. რა თქმა უნდა, აქვს თავისი ეს რაღაცა, მოდი დავარქვათ მიკერძოება. კი. კი ბატონო. გვერდიდან და თან იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გაქვს პარლამენტში მუშაობისგან და წინა კომისიები არსებობდა, მაგალითად ეხლა ზუსტად გამახსენდა, როცა ამაზე ვსაუბრობდით, მიშას დროს შექმნილი ერთ-ერთი კომისია, რომელიც ზვიადის გარდაცვალების საკითხს იკვლევდა და ფართო საზოგადოებამ იმ კომისიის დასკვნის, ესე ვთქვათ, დეტალებს საერთოდ არც ვიცით, ხო, ესე ვთქვათ, არ განხილულა, არ შესულა, რამე განსაკუთრებული პროცესი ამას ესეთი არ მოყოლია და ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება საპარლამენტო კომისია მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ. ბოდიში გიორგი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რაღაცა თვალსაზრისით მაინც ყოველ შემთხვევაში წმინდა ფორმალურად ხო ასეა რომ ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ხედან იქ და იკვლევენ მათი ძირითადი ამდენი წლის განმავლობაში მათი ძირითადი ოპონენტის ჩადენილ დანაშაულებს. აი ამის მიმართ არის შესაძლებელია თუ არა არსებობდეს საკმარისი დობის ხარისხი საზოგადოებაში და რის გამო? შენობაში ახლა მე აქ დიდ რეცეპტს ვერ გამოვწერ, მაგრამ ალბათ მე ნაკლებად ველოდები, რომ ვინმე აზრს შეიცვლის, ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან. იმიტომ რომ სიამდვილეში აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ნახეთ, სწორად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რაღაცა უნდა მივაგნოთ და მე ვიღაცას ეს არ უნდა მოეწონოს. საქმე ის არის, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს, რაც მოსწონს და კარგად მიეჩნია, აი მეორეს ის არ მოწონს სწორედ და პირიქით, მაგალითად, ერთს რაც შენ არ მოგწონს, იმათ ძალიან მოწონთ, ანუ კი არ უარყოფენ ისინი ამას. მათ შორის კოლექტიურად თუ დავალაგებთ, კაცმა რო თქვას, მაგალითად ამობენ, რომ მომისმენია. თქვენც მოგისმენია და საზოგადოებაც, რომ ნუ რაც ხდებოდა სამაგიეროდ ქვეყანას ვაშენებდით. ხო, რაღაცა ესაკეთებოდა შენა და მაგრამ სამაგიეროდ ეს იყო და ასე შემდეგ. ასე რომ ამ თვალსაზრისით მაგრამ დიდ სიახლეს მე არ ველოდები ამ კომისიიდან, რომ ეხლა ეს კომისია რო დამთავრებს მუშაობას, ეს უბრალოდ დარჩება დოკუმენტაციად და ეს მნიშვნელოვანია საერთოდ. კვლევა მე ყავა დრო კიდე შეიძლება სხვა დაზრები გაჩნდეს, მაგრამ დოკუმენტურად რო უნდა დაიდოს და ეს რო ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არსებობს, ეს ერთია, მაგრამ ის რომ ხა ვინმე აზრს შეიცვლის ნუ შეიძლება რაღაცა პროცენტად თქვას რომ მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ სიამდვილეში საკმარისი დრო იყო. ახლა შეიძლება რაღაც კონკრეტულად რო ისმენ ამას თავიდან კიდევ ახდენს გავლენას თუ რომ ახლა ის რო ქონებას ართმევდნენ და ადამიანები ღამე მიდიოდნენ და აწერდნენ ეს ყველა მიცის, ეს ვინც არ იცის, ის ამას ვეღარ გაიგებს. ღამე რომ მიდიოდნენ, ხო, თუნდაც ერთი სამი შემთხვევაც რო არსებობდეს ეგეთ ქვეყანაში, ხო თავისთავად უნდა გამოიყუროს რას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის და მათ ჩვენ ხო ვიყავით ამ სიტუაციაში და ჩვენ ეს გვჯეროდა. ეხლა გერმანიაში არიან ადამიანები, ჯერ კიდე ცოცხლები არიან, ბევრი ისე, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა. ეხლა იცოდნენ, არ იცოდნენ, ცოტათი იცოდნენ, ასე იცოდნენ, ისე იცოდნენ. ნუ მოახერხეს და არ იცოდნენ. ჩვენ ეს ხوار გვიგოც 37 წელი ხوار არის მარტო საბჭოთა კავშირშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ალბათ ყველა ჩემთვის უთქვიათ ხოლმე. ნუ ალბათ დასახრეტი იყო, მასწავლებელს უთქვიათ ჩემთვის და იმიტომ კი არ ვიცი, ან ცუდი ადამიანი იყო, ხლაც მახსოვს ან კადო, ესე ჯეროდა, რომ ალბათ ესე იყო. მე გავიდა დრო და ალბათ პირობითად რო წარმოვიდგინოთ, ნუ მე აღარ იყო მოდაში დახრეტილებზე ესე საუბარი და შეიძლება აზრი. ეხლა ვთქვათ ადამიანები
უსმენთ ამას, რომ იძახიან აი რუსო, პრორუსო, რატო იძახიან? ეს ლანძღვის ერთ-ერთი ფორმაა, ხო სწორია. არავითარ შინაარს არ უფიქრდება, რამდენად სამართლიანია, რატო არის ესე. ან ვინც ამას იძახის მარტივად, აი სულ სხვამთხოვა კითხვას და ეს არ არის პოპულარული კითხვა. ჟურნალისტებშიც არ არის პოპულარული ეს კითხვა და ჩვენ ამ თვალსაზრისით გვიჭირს, რომ ჩვენ რამდენი ომი გავიარეთ და ის ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, აბა პირველი კითხვა ეს უნდა იყოს ალავამას ლაპარაკობი, შენ აქ სად იყავი და აქ იყავი. ამერიკაში, ისრაელში მაგალითად რომ მოვყვანოთ, სამართლიანი იყო თუ სამართლო მაგას კი არ ეკითხებია პრეზიდენტობისგან და ვიეტნამის ომი რო იყო. იქ მეორე ეტაპია სამართლიანი, შენ სად იყავი ამ დროს. ისე ვერ გახვალი აქ ჩვეულებრივად ლაპარაკობენ ადამიანები, ვიცნობთ ადამიანები, რომელთაც ახლა უცლებელ ხო არა წითელ ხიდზე გავიგოთ, აბა სად იყავი ამ ომის დროს, მაგრამ მზად არის რომ ეს გამოწეროს ეს შეურაცხყოფა. ისტორია ვზანებთ, აი ბიოგრაფიული წამოძახება არ ვარ, მაგრამ ბიოგრაფიას ჩახედავ მაგალითად, არ იყო ეს ბიოგრაფია თქვა გამსჭვალული, თუნდაც ის რო ყოფილიყო, რა ქვია, ნატრაში რო ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ. ამასობაში შემოგვაბერდა ეს ხალხი ხელში, ხო? მაგრამ ხო გვახსოვს უყურებდით. მე უცებ აღმოჩნდა რომ მზად არის ირილყები დაარიგოს და ჩვენ სწორედ ამ დავზებართ ჩვენ განსჯის ეს შეიძლება გითქვია ჩვენ განსჯის საზოგადოება აღარა ვართ. ჩვენ ვართ უბრალოდ დაპირისპირებული დილით ადამიანები იღვიძებენ, იმთავითვე იციან რომ ვიღაცები არიან დამნაშავეები და პირდაპირ უნდა ითქვას რომ წამლავენ ახალგაზრდებს. აი ეს მუხტის ამბავი შემოდის რომ ტრებს ეძებენ. ეს არის ძალიან ძიმე სინდრომი. ეს ჩვენ თან დასკვნები და ის როგორც საზოგადოებაში კეთდება, ის როცა რაღაცას წონით, რაღაც ავწონით და აი ეს ვითარება არის. იცი რა, მაშინ ორივესთან მექნება ასეთი კითხვა, რომ ეს რაღაცა თემა შემოვიტანოთ, იმიტომ რომ მეც მაქვს ეგ განწყობა, რომ რა თქმა უნდა ადამიანების განწყობები ამ კომისიის შრომიდან გამომდინარე, აი შეიძლება არ შეიცვალოს. დიდწილად არ შეიძლება, უბრალოდ აი რაღაცა მაგრამ მეორეს მხრივ, რაც თქვენ წეგან თქვით, აი სახელმწიფო გადახედვა, განათლების სისტემაში შესვლა და ასე შემდეგ, ანუ მომავალი თაობისთვის რაღაცა ინფორმაციის მიტანა, ხო? ეს რაღაცა საჭირო ელემენტი მგონია, ანუ რამე რესურსი არსებობს იმისა, რომ აი ამ კომისიის მუშაობის შედეგი გახდეს, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ხო პოლიტიკურად რომ მისაღები იყოს ყველასთვის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ საზოგადოებაში რაღაცა არ ვიცი რა, კრიტიკული მასა შეთანხმდეს, რომ აი ეს არის ის, რაც და ეს შეფასებაა სწორი. თქვა პროცესის. გიორგი, აი შენი აზრით ხვედრითი წილი მოსწავლეებში რომელია უფრო დიდი, ვისაც ფიზიკა როგორც საგანი უყვართ თუ ვისაც ფიზიკა არ უყვარს. ჩემი აზრით, ვისაც ფიზიკა არ უყვარს, მაგრამ ეს არ არის კრიტერიუმი იმისა, რომ ფიზიკაში სახელმძღვანელოები არ უნდა დაიწეროს. ხო, არა, რა თქმა უნდა. აი მე მოგიყვანთ პატარა მაგალითს. მე ეროვნული უშიშროების აკადემია მაქვს დამთავრებული, ამით ვამაყობ და ვამაყობ უფრო იმითაც, რომ ამ აკადემიაში შემდგომ ლექტორად მუშაობდი და ორ საგანში ვკითხულობდი ლექციებს. ორი სპეცდისციპლინა იყო, ნუ მეორეს დასახელება იყო საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობა. იყო რაღაცა მასალები, ასე ვთქვათ, ფაკულტატური ხასიათის, რომელსაც ნუ ბიბლიოთეკაში ვეცნობოდით. მაგალითად პენკოვსკის საქმე, ძალიან საინტერესო გრიფი ედო იმ ნამუშევარს, რომელიც ძალიან კარგად იკითხებოდა. დღეს გრიფი მოიხსნა და ინტერნეტში შეუძლია ნებისმიერ წაიკითხოს, ვისაც აი სერიალები უყვარს ამ სპეცსამსახურების მუშაობაზე და ასე შემდეგ. როდესაც მე მუშაობდი 2003-2009 წლის აი ამ ეპიზოდებზე, ხომ, ჩემ თვალწინ დადგა კლასიკური აგენტი მიშა სააკაშვილის სახით, რომელიც თამაშობდა როგორც მინიმუმ 2 მაგ თამაშს. და ისე კარგად ავხსენით ჩვენ ეს, რომ პირველი რაზეც ვინანე იმაზე, რომ სწორედ სააკაშვილის მიერ 2004 წლის ივლისში იყო გაუქმებული ეროვნული უშიშროების აკადემია, მიღებული დავალების თანახმად
ამაზეც კი პატარა ფული გააკეთეს, რო იცოდეთ. იმიტომ რომ ეს შენობა ქერჩის ქუჩაზე გლდანში მაღალი სოლიდური შენობა მერიის ბალანსზე იქნა აყვანილი და ეგრევე გამოყო გიგი უგულავამ 2 მილიონი ლარი მის რემონტზე, მაგრამ რეალურად 250,000 დაიხარჯა, ხო, დანარჩენი წავიდა სადღაც, ხო. აი ეს აკადემია რომ ყოფილიყო დღეს, აი მხოლოდ აი ამ ეპიზოდებზე 3-დან 9 წლის ჩათვლით, რასაც უფრო დაწვრილებით შევეხე, თვეების მიხედვით შევეხე, დოკუმენტებზე დაყრდნობით შევეხე. ჩვენი მათ შორის პარტნიორების, საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი ლიდერების ციტატებზე დაფუძნებული გაფრთხილებები, არაერთი გაფრთხილებები, რომ აი ეს ნაბიჯი არ გადადგა. როდესაც ჩვენ ძირითადი საუბარი გვაქვს აი ამ 2008 წლის ოქტომბრის 16-33 ევრო რეზოლუციის ირგვლივ, ხო, რომელიც ყველაზე მძიმეა ალბათ. არანაკლებად მძიმე იყო 2006 წლის ოქტომბრის 17-16 ევროსაბჭოს გაეროს ევროსაბჭოს რეზოლუცია. საერთოდ შოკი იყო 2008 წლის 3 ოქტომბრის გამოსვლა გაეროს გენერალური მდივნის პან გიმუნის უშიშროების საბჭოზე. სადაც ჩვენ უბრალოდ მე პირველად წავიკითხე ამ დოკუმენტში რა ახლოს იყო საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაწყების აი საწყისებთან და რა ახლოს იყო იქამდე რომ ომი საერთოდ გამქრალიყო ყველაზე ცხელი ტვინებიდან და ის რაც მოხდა არ მომხდარიყო 30 ივლისს უკვე იყო დანიშნული ბერლინში 4 მხრივი შეხვედრა, სადაც აი შტაინმაიერის ძალიან საინტერესო გეგმა უნდა განხილულიყო 3 ეტაპობრივი, როგორ უნდა მომხდარიყო ჩვენი ინტეგრაცია აფხაზების და ქართველების ერთიან სახელმწიფოში. 30 ივლისს ეს შეხვედრა ჩაიშალა და ფაქტიურად ერთ კვირაში დაიწყო ის, რაც დაიწყო. და აი ეს პან გიმუნის სიტყვაში ჩანს? კი, აი ძალიან საინტერესო მასალები, ისეთი მასალები გაჟღერდება უბრალოდ რა, აი საბოლოო დასკვნაში, ხო? რომელზეც აი ხო გეუბნებით, ჩვენთვის ეს 16-33 რეზოლუციაც კი რაღაცა ის იყო, ხო, რაღაც ტაბუდადებული თემა, მე პირველად გავიგე მის შესახებ, დაახლოებით ალბათ 5 წლის წინ, შეიძლება 4 წლის წინ რა. მანამდე, არც ვიცოდით, ხო? იმის მერე დაიწყო, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაც იმალებოდა, ყველაფერზე რაღაც იყო დადებული რაღაცა ვიღაცის უხელავი ხელი, რომ აი ამ თემებს ნუეხებით, ხო? მაგრამ გარდა იმ რეზოლუციის უამრავი სხვა ბომბი, რასაც ქვია რეზოლუცია აღმოაჩინეთ, სადაც პირდაპირ ჩანდა რა ახლოს ვიყავით იმასთან, რაც ჩვენი ქართველების ანუკვარი ოცნებაა და როგორ იბლოკებოდა თითოეული ნაბიჯი აი ამ მიმართულებით. ხო და ისი თქმა მინდა, აი ახლა ის უშიშროების აკადემია რომ ყოფილიყო, ხო? მე მხოლოდ აი ამ ეპიზოდებზე ისეთ კარგ ბროშურას და წიგნს გამოვაცხობდი, რომელიც იქნებოდა სახელმძღვანელო იმისი, თუ როგორ მოქმედებს გავლენის აგენტი, უცხო ქვეყნების გავლენის აგენტი შენ სახელმწიფოში. რა მიზნები აქვს, რა ამოცანები აქვს, მუშაობის რა ფორმები და მეთოდები აქვს და ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო. ამიტომ ცალსახად, ჩემთვის ცალსახად, ხო? აი როგორც ფიზიკის სახელმძღვანელო საჭიროა იმათთვის, ვინცაც ფიზიკა არ უყვარს, ხო? აი ვინც არ უნდა იყოს სკეპტიკურად განწყობილი და არ აინტერესებდეს რა. სხვათა შორის ეს მხოლოდ როგორ გითხრათ, ეს მხოლოდ პოლიტიკური მოვლენა არ არის, ეს არის მძიმე ფსიქოსოციალური მოვლენა. მე გუშინ ჩემი ერთ-ერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელსაც დავაქვი უავლიპო საქართველო, სადაც ახსნილი მაქვს მე ზუსტად აი ფსიქიატრიის და სოციოფსიქიატრიის დონეზე მაქვს ახსნილი ეს ფენომენი, რასთან აგვაქვს საქმე. ეს არის უმძიმესი დაავადება, რომლითაც დასნეულებულია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, მხოლოდ ახალგაზრდები არა და მით უმეტეს მთლიანად ახალგაზრდობაზე ამის თქმა არის მკრეხელობა. მე ვიცი უამრავი ახალგაზრდა ვიცი, მირეკავენ, მწერენ, რომლებიც აი ამ პირდაპირ გადმოცემებს, აი ამ ჩვენი კომისიის მუშაობიდან უყურებენ ძალიან სერიოზული გამადიდებელი შუშით. უყურებენ და უბრალოდ მათ გაუცება საზღვარი არ აქვს, იმიტომ რომ მათ მართლა არ იცოდნენ, არაფერი არ იცოდნენ იმ ეპოქაზე. არაფერი და დღეს ნელ-ნელა მათ ცნობიერებაში შედის აი ეს მარცვალი რა, ჭეშმარიტების და სიმართლის.
ამიტომ მესმის სკეპტიციზმი, მესმის ის ბარიერი, აზრობრივი ბარიერი იმ ადამიანებში, რომლებზეც აი თქვენ კიდევ ერთხელ ვიხმარ ამას, ვერც წარმოვიდგენთ ჩვენ რა მანქანა მუშაობდა მიზანმიმართულად ნეიროლინგვისტური პროგრამირების ილეთებით იმისთვის რომ გარკვეულ თაობებში აი სენსორები რა ტვინის სენსორები რომლებიც პასუხისმგებლები არიან რაღაც კრიტიკულ აზროვნებაზე ანალიტიკურ ასოციაციურ აზროვნებაზე როგორ იქნა ჩახშული მათში იმიტომ რომ ისინი მიაჩვიეს ერთ რაღაცას შენ ამაზე არ უნდა იფიქრო შენ ამაზე არ უნდა იაზროვნო ჩვენ მოგცემთ ჩვენ ყავს კოუჩები ტრენერები რომლებიც ამაზე შენამდე მუშაობდნენ და იციან ჭეშმარიტება რა არის ჩვენ ჩაგიდებთ ამას თავში ეს არის სტიგმა ეს არის მოდელი ეს არის მარკირება რომლითაც შენ უნდა იმოქმედო სხვა არაფერი შენ გეტყვიან რომ ეს არის სიცრუე ისინი ტყუიან შენ გეტყვიან რომ ეს თეთრი არ არის და შავია არ დაიჯერო რასაც მეგეუბნები ის დაიჯერე ძნელია აი ამ ჯავშანის გარღვევა ძალიან ძნელია მაგრამ მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ უბრალოდ გვიქმნიან რაღაც შთაბეჭდილებას რომ აი მთლიანად ახალგაზრდობა არის აი რაღაც დაღუპული და ძველგაზრდობას ნაწილი არის დაღუპული არ არის მასე რა მასე რომ ყოფილიყო ხო ნუ დღეს მართლა ამ ქვეყნის უმრავლესობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა იმიტომ რომ ამ კომპონენტშიც კი გვიქმნიდნენ შთაბეჭდილებას რაღაც ვირტუალური საქართველოსი რომელიც გაგქონდათ როგორც პროდუქტი საერთაშორისო არენაზე და იმ ვირტუალური საქართველოს სახელით შემდგომ გველაპარაკებოდნენ ჩვენ ხო რომ ჩვენ ქართველი ხალხი სადარაჯოზე ვართ და აი ქართველი ხალხი და რეალურად ვინ არის დღეს ქართველი ხალხი რომელიც მართლა სხვა კატეგორიებით საზღვარავს ამ ქვეყანას, ხო? მათი სრული იგნორირება მიდიოდა რაღაც წლების განმავლობაში. და ეს მასალები რაც საბოლოო ჯამში და დასკვნა რაც გამოქვეყნდება. ანუ ერთია რომ ჩვენი შიდა აქტორები ვინ იყვნენ, თქვა, ვინ მოქმედებდა ამ ყველაფერს, ხო? რამდენად აქვს ამ თქვა კომისიის სამუშაოს შედეგად რამდენად არსებობს შესაბამისი ერთის მხრივ მზაობა და მეორეს მხრივ წყაროებით დადასტურებული ასე ვთქვათ მტკიცებულებები თუ ვინ იყვნენ თავარი აქტორები, stakeholder-ები ვინ იყვნენ, ანუ ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ რასაც ეს ვთქვათ აკეთებდა რაღაცა გარკვეული ჯგუფი თუ ხელმძღვანელი და ასე შემდეგ ქვეყნის საიდან მოდიოდა ეს ესე ვთქვათ იმპულსები როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი ეს ერთია და მეორეა მეთოდები რა მეთოდებით ხდებოდა ეს ყველაფერი ახლა რაც ხა წეგან თქვით ახალგაზრდებზე ზემოქმედება იქნება ეს თუ არა მხოლოდ ახალგაზრდებზე იმიტომ რომ უამრავი ზემოქმედების ინსტრუმენტი როგორც წარმომიდგენი არსებობს საჯარო სექტორში ვთქვათ რაღაცა სხვა სივრცეებში და ასე შემდეგ რა მეთოდოლოგიით ხდება ესეც გვექნება აღწერილი. აი გაეცინება ახლა ჩვენს მაყურებელს ბრალებში ვამბობ ალბათ არ გაეცინება მაგრამ როგორც ადრე კომუნისტურ ეპოქაში რაღაცა ისეთი ანეკდოტური თუ რაღაც ხუმრობის საგანი იყო რომ ღმერთი მაინც არსებობს და ამაზე ხახახიხიხით ხვდებოდა საზოგადოება ხო deep state-ი მართლა არსებობს აი თქვენ წარმოიდგინეთ და მას ჩაეყარა საფუძველი ძალიან დიდი ხნის წინ ის არ არის რომ მაგალითად რესპუბლიკელებმა ამერიკაში პირველად აი საჯარო რაღაც აქცენტირება გააკეთეს deep state-ზე დაახლოებით სადღაც 2017 წლიდან დაწყებული ხო ის ყოველთვის იყო ის ყალიბდებოდა დიახ ეს არის სერიოზული ასე ვთქვათ deep state-ი რომელიც მართავს მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს მართავს თავისი რაღაც საერთაშორისო კორპორაციების მეშვეობით თავისი საერთაშორისო პოლიტიკური ძალების მეშვეობით ეს ყველაფერი არსებობს მათი სახელები გვარები ვიცით ზოგის ვიცით კორპორაციების დასახელებები ვიცით ზოგის ვიცით მაგრამ ისე რომ ისინი სადღაც გამოჩნდნენ და ამაზე რაღაცა დეკლარირებულად საკუთარ თავზე ილაპარაკონ რომ დიახ ეს მე ვიყავი ხომ ესე არ არის მაგრამ 2003 წლიდან დაწყებული უფრო სწორედ უფრო ადრეც დაწყებული ჩნდება მათი სახელწოდებები სოროსის ფონდის სახით თუნდაც ხომ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დოკუმენტაციას წავაწყდით ჩვენ და გამოვიყენეთ ამ მუშაობაში ეს არის პირველ წყარო თვითონ აი ამ ეგრეთ წოდებული რევოლუციონერების ეს არის სერიოზული ნამუშევარი ერთი ყველაზე მსხვილი
წერტილი მოიცავს დაახლოებით 400 გვერდს, სადაც ასახულია ესეთ სახელწოდება ამ ნამუშევარს სამოქალაქო საზოგადოების როლი ვარდების რევოლუციაში, რა. რომლის სამეთვალყურეო საბჭო ამ დოკუმენტის ამ საბჭოში შედიოდნენ გიორგი მარგველაშვილი, თინა ხიდაშელი, ლევან რამიშვილი, ყველას ვეღარ ჩამოთვლი, ცნობილი სახეებია და როდესაც წავიკითხე, გავეცანი ამ დოკუმენტს, ხო? აი ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს დოკუმენტი გათვლილი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა მუდმივად. იმიტომ იქ ისეთი აღიარებითი ჩვენებებია, იქ ისეთი საინტერესო თავისი ხელით ჩადებული აღიარებებია, რომელიც არ გამომეყენებინა და არ გამოგვეყენებინა, არ შეიძლებოდა რა და დიდი სიამოვნებით გამოვიყენეთ. იმიტომ რომ იქ არის აფაქტიურად აი ხელნაწერი და თავისი დადასტურებული ხელმოწერით, რომ დიახ, ჩვენ ვაკეთებდით ამას, ვაკეთებდით აი ესე, დიახ, არანაირი მასიურად ფალსიფიცირებული თქვათ არჩევნები 2003 წელს არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა ამის თქვათ ჰიპერბოლიზაცია იმისთვის რომ აგორებულიყო ეს და ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და გამოგვივიდა და დიახ ჩვენ გვაფინანსებდა კმარას ჩვენ დიახ სოროსის ფონდი გვაფინანსებდა და სხვა ორგანიზაციები და ყველაფერი აქვთ აღწერილი და ეხლა ეს 10 ჩემი მოგონილია ეს იმათ გასაგონად ვიძახი რომლებსაც არაფერი არ სწამთ და არ შეჯერათ ეს მათი ასე თქვათ პოლიტიკური გურუების და ლიდერების დაწერილია და ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიტანთ სააშკარაოზე. ხო, მაგრამ იმ ნარატივში, ვასიკო, რაღაცნაირად ეს თემაც შემოვიდა. იმ ნარატივში, რომელშიც ესე იგი, რომელზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ. ეგ აღიარებით ჩვენებები, ხო? ერთის მხრივ ალბათ რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარეობდა, რომ მათ დაამყარეს რაღაცა ის წესრიგი, რომელიც ეგონათ, რომ იქნებოდა რაღაცა დაუსრულებლად, ისე როგორც თავის დროზე ფუკუიამას ეგონა, რომ დამთავრდა ისტორია და ახლა რაღაცა და ლიბერალური სამოთხე არ დაგავიწყდეს გიორგი და ბოდიში, აი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, აი, თავში მქონდა ეს სტალინის 1930 წლის ცნობილი სტატიის სახელწოდება თავბრუსხვევა წარმატებებისაგან. აი ზუსტად აი ესეთი შთაბეჭდილება მქონდა, ისეთ ეიფორიაში იყვნენ ისინი, რომ ეს რა გავაკეთეთ და ეს რა გამოგვივიდა, რომ ყველაფერს წერდნენ ღია ტექსტით. ხო, როგორც თავის დროზე ფუკუიამას ალბათ, თავის ნაშრომებში, თუმცა მე მგონია, რომ ფუკუიამას ის ნაშრომი არა იმდენად ეიფორია, არამედ უფრო სცენარია იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო შემდეგ აი ამ ლიბერალური წესრიგის თუ ჰეგემონიის დამკვიდრება, მაგრამ ეს ცოტა გვერდზე გადავიდა. რისი თქმა მინდა, ანუ ნახეთ, როცა იმ ახალ ადამიანებს, ესე ვინც ინდოქტრინირებულია, ამას მივაწვდით, აღიარებით ჩვენებას, ჩვენ შეფასებას შევთავაზებ და ასე შემდეგ. იმისთვის ხო არაფერს ცუდს არ ვეუბნებით ამით, რატო ვამბობ ახლა ამას, ნახეთ, იმიტომ რომ მისთვის აბსოლუტური სიკეთის მატარებელია ის სოროსის ფონდი, ის ფული, რომელიც იქიდან მოდიოდა, ის ფული სიკეთეში იხარჯებოდა, ესე ვთქვათ. და ეს ნარატივები, რომელიც მკვიდრდებოდა, ყველაფერი იყო სიკეთე. შესაბამისად, თუ ეს ადამიანები აღიარებენ, რომ სიკეთეს ვაკეთებდით, ჩვენ ამითი რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ანუ რა დანაშაულს ვადგენთ ამითი? ანუ რაში მდგომარეობს დანაშაული იმ ადამიანებისა, რომლებიც სიკეთეს ქმნიდნენ და რომელსაც ასე ჯერათ, რომ სიკეთეს ქმნიდნენ და დააჯერეს მომავალ თაობასაც დააჯერეს, რომ ეს იყო სიკეთე, რასაც ქმნიდით და რა თქმა უნდა ფული იქიდან უნდა იხარჯებოდეს, რა თქმა უნდა სოროსი კარგი კაცია, იმიტომ რომ კარგ საქმეში ხარჯავს ფულს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ინდოქტრინაციის თავარი ნარატივი ხო ეგ არის, რომ რა ჩვენი ერთი გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და რადგან გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გლობალური ფული იხარჯება ამ სიკეთეების დამკვიდრებაში. მაშინ იმაშიც შევთანხმდეთ, რომ ეს სეგმენტი საზოგადოების, რომელიც ზუსტად მასე აღიქვამს ამ ყველაფერს, უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში თუ უმცირესობა. აი, როდესაც მთელი ლიბერალური ნახეთ, მაგას კი არ აქვს არსებით, რა თქმა უნდა, კრიტიკული ნაწილი ჩემი შეფასებით არის სხვა ნარატივში, სხვაგვარად უყურებს ამას ყველაფერს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვერც ხელს ჩავიქნებთ ამ ნაწილს. ვერ ვიტყვით, რომ მე რა რომ ეგრე ფიქრობენ, იყვნენ ეგრე იფიქრონ. არა, ამ ეტაპზე და მე უფრო იმაზე ვსაუბრობ, შეგვიძლია თუ არა და გვაქვს თუ არა რესურსი იმისა, მათ შორის ინტელექტუალური, მათ შორის პოლიტიკური და ასე შემდეგ. ამას, რასაც ისინი უწოდებენ სიკეთეს,
თქვათ, რომ ეს არ არის სიკეთე, ნუ დავარქმეთ ბოროტებას, იმიტომ რომ ამ დიქოტომიაში არ მინდა შესვლა. მაგრამ ეს არ არის სიკეთე, ამან შექმნა ამგვარი ტიპის სისტემა, სწორედ რომელიც ამას სიკეთეთ ასაღებდა და ეს რეალურად სიკეთე არ არის, ამიტომ და ამ შედეგებიდან გამომდინარე, რაღაცა შედეგებიდან გამომდინარე, რომელსაც ამასთან ერთად ვიტყვით, იმიტომ რომ თუ უბრალოდ იმას ვიტყვით, რომ ესენი ამ სისტემას ქმნიდნენ და ამისთვის იღებდნენ გარედან ფულს, ნუ ისინი ქმნიდნენ კარგ სისტემას, როგორც ჯერათ, რომ ეს არის კარგი. მაგრამ ამ სისტემამ რა შედეგი მოგვიტანა და რაში არის ამ სისტემის სიავე, ამის თქმა ქმნის საბოლოო ჯამში იმას, რომ რატო არ იყო ის კარგი, რატო იყო ფულის აღება ცუდი და ასე შემდეგ, ხო? მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, აი 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ის ჩვენი დასკვნიდან ის ძირითადი მომენტი, რომ მიზანმიმართულად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა აღდგეს სხვადასხვა მიზეზების გამო და მიზნების გამო, ეს იქნება ამ სეგმენტისთვის საკმაოდ მისაღები და ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც არ თვლიან რა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის რაღაცა ნომერ პირველ ამოცანას რა. მათ ეს თემა აღიზიანებს რა. ისინი ამ თემაში ხედავენ რაღაცა ბალასტს, რომელიც აი მათ არ აძლევს პროგრესისკენ და განვითარებისკენ რაღაცა გზას უხერგავს და რომ ის გვიშლის, აი ეს თემები გვიშლის, მაგალითად, აი ამ ნატოში გაერთიანების თვალსაზრისით თუ ევროკავშირში და ასე შემდეგ და ამაში ხედავენ თავარ საფრთხეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა წარმოუდგენელია ხო რუსული ფაქტორის ჩართვის გარეშე და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იმ საზღვარ აგრესორ ოკუპანტ რუსეთთან შეიძლება რაღაცა ნორმალური ურთიერთობები ჩამოუყალიბდეს რაღაცა ზავის და რაღაცა პოლიტიკური ვაჭრობის ნიადაგზე, ხო? მათთვის ეს არის აბსოლუტური გამორიცხული. ამიტომ შეიძლება ჯერჯერობით ისინი ხმამაღლა ვერ იძახიან, რომ არანაირი სოხუმი და არანაირი ცხინვალი, მაგრამ საკუთარი უცხოელების პირით, მაგალითად, ფადი ასლის პირით, არაერთხელ გვსმენია, რომ ბალასტია ეს ყველაფერი, დროზე საქართველოს ქართველებმა უნდა მოიცილონ ამაზე ფიქრიც კი და მაშინ ისინი იქნებიან ბედნიერები იმ გლობალურ დასავლურ ცივილიზაციაში და ასე. ამიტომ ამ სეგმენტზე ხომ ჩვენ ვერაფერ ამ ეტაპზე ვიძახე ვერანაირ ზეგავლენას ხო და გარღვევას მათ ცნობიერებაში უბრალოდ ვერ მოვახდენთ რა. ისინი თავისი მკვლევარი ორგანიზაციების მეშვეობით NDI იქნება, AI იქნება თუ სხვა წლების განმავლობაში სპეციალურად დავინტერესდი და რა ხე საინტერესო აღმოჩენა გამოვავლინე. აი ამ ვირტუალურ საქართველოში იმ პროექტში, რომელსაც ვირტუალური საქართველო დაარქვეს, ხო? ამ კვლევებსაც ჰქონდა ძალიან პარადოქსალური შედეგები რა. ერთ და იგივე სეგმენტში, გამოკითხულთა სეგმენტში იყო 90%, ნუ პირობითად ვამბობ რა, პატრიარქის უპირობო თქვათ ავტორიტეტი ქვეყანაში აღიარებული, 85% იყო უპირობოდ ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების მომხრე და დაახლოებით 16-17% იყო ის სეგმენტი, რომელსაც საერთოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები აინტერესებდა რა. აი ეს სამი ერთში როგორ შეიძლება მოთავსებულიყო ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ისინი აი ამას ახერხებდნენ და ეს პროდუქტად გაქონდათ იქ საზღვარგარეთ ბრიუსელში, მათ შორის ვაშინგტონში, სადაც აპელირებდნენ რა აი ამ ციფრებით და ამბობდნენ ჯიგრები ხართ, პატრიარქი კარგია, ნატოში გინდათ 85%-ს, ესე იგი უმრავლესობა ხართ თქვენ ამ ქვეყანაში და ნუ ის გასაგებია ვიღაცას ნოსტალგია აქვს ხო იმ ტოლვილს თუ ვიღაცას ხომზე, ნუ ეგენიც მოსულა რა 16-17%, მაგრამ რეალურად ხო არ არის მასე. ეხლა მე არ ვიცი, ეხლა დიდი ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ 22 წელს, როდესაც ნუ ბოლშევიზმი შემოვიდა საქართველოში და ფაქტიურად პარალელურად დაუკარგეთ თქვა ტაო-კლარჯეთი, ხომ? არ ვიცი, აი ამ ახალ ბოლშევიკურ კომუნისტურ ქართველებს ქონდა თუ არ ქონდა აი ეს რაღაცა ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ იქით ჰერეთი გადავიდა აზერბაიჯანისკენ, იქ სომხეთისკენ ლორეს რაღაც პატარა, მაგრამ მაინც შენი ნაწილი და ნუ ტაო-კლარჯეთი დაუკარგეთ და დაუკარგეთ. შეიძლება მათაც ეს თემები აღიზიანებდა და მთავარი იყო მათთვის რაღაც დიადი კომუნიზმის აშენება, ხომ? ეხლა ვერ ვიტყვი მე მათ мотиваციაზე და რას ფიქრობდნენ, როგორ ფიქრობდნენ, მაგრამ ნუ ამათთვის არის ხვალინდელი დღე და საქართველოს ხვალინდელი დღე
არის არ აქვს მნიშვნელობა შენს სუვერენიტეტს და შენს წარმოდგენებს სახელმწიფოებრიობაზე, ხომ? და შენს ზღაპრებს ბოდიში იმ 3000 წლოვან რაღაც შენ ისტორიაზე, რომელიც მთლიანად იყო შენი თავისუფლებისკენ, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისკენ და სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ მუდმივი ბრძოლა სხვადასხვა ეპოქების deep state-ებთან, ხო? რომელშიც ყოველ ჯერზე მაინც გამარჯვებულები გამოვდიოდით, ხო? აი ახლა 99 წლის 9 აპრილი ძალიან სამარცხვინოთ, ვერ ჩაგვატარებინეს ისევ აი ამ გულანთებულმა ბჭყალებში ბავშვებმა, ხო? მაგრამ აი ახლა მე მინდა ყველა შევეკითხოთ, ხო, არ ვიტყუები. ავიღოთ რაღაც 10 წლიანი პერიოდი, ხო, 99 წლამდე, 80-დან 99 წლის ჩათვლით რა. ეს ხომ არ იყო ის პერიოდი, კი იყო კომუნისტური ეპოქა, მაგრამ შეიძლება ის 10 წელი შევადაროთ 2003 წლიდან 2012 წლამდე, აი ამ 9 წლიან 10 წლიან პერიოდს შეიძლება შევადაროთ? შესაძლებელია? ანუ 99 წლის 9 აპრილს რის წინააღმდეგ წამოვიდა ჩვენი ახალგაზრდობა? იმის წინააღმდეგ, რომ ყოველდღიურად აუპატიურებდნენ, კლავდნენ ციხეებში და ქუჩაში და არ ვიცი 1000 პროვოკაცია და 1000, არ მინდა ხა ჩამოთვალო ყველა ის, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს, ხო? მაგრამ არა, ეს იყო ზოგადი მისწრაფება თავისუფლებისკენ, სახელმწიფოებრიობისკენ, ქართველობისკენ. ხო და ძალიან ძნელია ახლა აი ამ სეგმენტს, ხო? აი ეს ყველაფერი აუხსნა ამ ეტაპზე უცებ, მაგრამ ნელ-ნელა ამის გაკეთება აუცილებელია და შეიძლება აი ამ კომისიის შედეგებმა, რაღაც ახალმა სახელმძღვანელოებმა უბრალოდ ნელ-ნელა გაუჩინონ მათ რაღაც ალტერნატიული ცოდნა მიიღონ რა საკუთარ ქვეყანაზე. კი ბატონო, ერთი ესეთი თემა არის, გადავიდეთ მე მგონი შემდეგ ესეთ საკითხზე, რომ ამ დასკვნის, ამ ასე ვთქვათ, გამოძიების პოლიტიკური შედეგი, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ასე ვთქვათ, აკრძალვის თუ პოლიტიკური პარტიის, გარკვეული პერსონების, გარკვეულ პარტიაში გაერთიანების და ასე შემდეგ. ორი საკითხი ალბათ მან, რამდენად მიზანშეწონილია, მოდი ვასკო შენგან დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. რამდენად მიზანშეწონილია და რამდენად შესაძლებელია მეორე. ანუ რამდენად მართლა ეს არის შესაძლებელი, რომ თქვათ აკრძალო რაღაცა εν პარტია კიდე შეიძლება აკრძალო, მაგრამ ადამიანების თქვათ რაღაცა სხვა პარტიებში გაწევრიანება, შემდეგ საქმიანობა და ასე შემდეგ და პოლიტიკური ცხოვრება გარკვეული ადამიანებისა და სად შეიძლება წერტილი დაისვას, ხო? ანუ ყველა ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო მისი დაარსებიდან ბოლომდე მასე ხო ვერ იტყვია რა, ანუ შეუძლებელია ეს ამდენი ადამიანის ესე ვთქვათ, მოქცევა პოლიტიკიდან გარიყვა და ასე შემდეგ და ანუ სად შეიძლება დაიწყოს ეს სია და სად შეიძლება დამთავრდეს და როგორ შეიძლება ზოგადად ტექნიკურად მოეწყოს. მე არ ვიცი ნამდვილად, გულწრფელად არ ვიცი, იმიტომ რომ არ ესეთი პროექტის სახით ჩვენს გვისაუბრია ხოლმე პროექტის სახით ეს არ მინახავს მე და მე მგონი არც არია ჩამოყალიბებული, რომ ამიტომ ახლა როგორი საგამოდგება ხანდახან ამბობენ ხოლმე ნიურნბერგი არ გამოდგება, იმიტომ რომ ის სხვა მოდელი იყო, სხვა ვითარება იყო, სხვა სახელმწიფოებმა ჩაატარეს და ისე ჩაატარეს, როგორც მიაჩნიათ. ახლა პირველ რიგში ალბათ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ კომისიის დასკვნას და დაველოდოთ და იმ ეფექტს, რა ეფექტი ექნება ამ დასკვნას, რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს კომისია, ეს როგორია, ეს არ არის დამოკიდებული ვინმეს სურვილზე. ეს ის შედეგი დადგება, რაც დადგება. და ამას უნდა დაველოდოთ და ამას დავინახავთ მეორე და მესამე დღეს. მე კიდე ერთ კვირის მერე უფრო მეტად და ასე შემდეგ. ამან უნდა დასკვნა უნდა იმუშაოს. ჩვენ ჯერ მხოლოდ უყურებთ ზედაპირზე, ხო როცა საშუალება გვაქვს და არ დაგვაუწყდეს რომ მოსახლეობა ამას ვიღაცა კი უყურებს, მაგრამ ის ნაწილი და აქტიური ნაწილი ამას გასაგებიზების გამო ვერ უყურებს ახლა მაშინ უნდა იჯდეს სახში, ხო? თუმცა ასე თუ ისე შუქდება. პირველი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და უნდა დაუცადოთ, არ უნდა ვიჩქაროთ, მართლაც არაფერი ჩვენ და ისე ვჩქარობთ ხოლმე, თუმცა ზოგჯერ ძალიან მოგვიანებთ. ეხლა მაგალითად რო გითხრათ, რასაკვირველია, ცუდად გეთახმებით, რომ ეს არავითარი ახალგაზრდული მოძრაობა არ არის, ამაში ისევე მონაწილეობა ძველგაზრდები და ისეთივე პროცენტული სიტუაცია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენ განათლების სისტემაში არა მარტო ისტორიის თვალსაზრისით ძალიან დავაგვიანეთ რაღაცები. რვა მინისტრი ყავდა. ყავს, რვა.
უკანასკნელ 12 წელიწადში. მე უფრო მეც გეტყვით თქვენ, მე აბსოლუტურად ახლოს ვარ. თქვენ ვადათვალეთ, რაც საქართველოა დამოუკიდებელი. არა, მასე კი დათვალოთ სხვა მინისტრებთან შედარებით, ბოლო დროს არ მინდა ის იყო 9 თვე იყო საშუალო ხანგრძლივობა მინისტრის. მაგრამ რატომ მინდა გითხრათ, ნახეთ, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საკითხი, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო მე ისტორია შევიტანო, წიგნი დავწერო, დიდი პატივისცემით ამ წიგნს დამწერი უნდა, ეს არ ხდება დასკვნა. იცით როგორ არის, სულ გამიგეთ რომ დასკვნი თუ თხრა რომ ასე დაწერე ახლა ეს ისტორია, მე რაღაცა მოვა და სხვა ისტორიას დაწერს. ისტორია იწერებოდი საერთოდ ეგ ძართული სფეროა, მაგრამ თლიანობაში სკოლაში უნდა იყოს განჯის თემა. ადამიანი რო ამოფე განჯია დაიკარგა თქო, ჩვენთან არის 1-2 ეს არის რა ქვია, საბავშვო მატი და მორჩა, მოღალატე ხარ. შეიძლება ფიქრი აღარ არის. სკოლაში ეს ამბავი უნდა დატრიალდეს, ეს უნდა დატრიალდეს უმაღლეს სასწავლებელში. ეს ძალიან იქნა, თქვათ, მე მაგალითად რო გითხრათ, აი თქვენ უყურებ ამას, განათლების მნიშვნელობა წინა ხელისუფლებამ უკეთესად გაიაზრა, როგორც ჩანს ეს უნდა შევხედოთ რეალობას, იმიტომ რომ როგორ დაიკავა, ნახეთ, განათლების ისინი. და აქეთ ხარეს თუ ეს არის ამბავი. ამიტომ ეს ძალიან ბევრი საკითხია ერთმანეთთან მიბმული. მე ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითი ჩემი დაცვა რა შეჭირდება. გასხოვებული აზრი ყველაფერზე შეიძლება გქონდეს ადამიანს. ეს საინტერესოა. მათ შორის ერეკლეზეც. დასაკვირველია, ეს თორსა გასხოვებული აზრია, არგუმენტები გაქვს. ჩვენ ვიღებდით ფილმს, და გითხრათ, ვიცოდეთ მაინც ისტორიის იმასვე და რამდენიმე ისტორიკოსმა მითხრა. ცნობილმა რომ შენი ჭირება შარშინო კონსულტანტად უთხარ. კაცო უთხარ თუ გონია მოღალატე დაასაბუთე და ანუ უთხარის არ გამდიოთ. ეს არის კიდევ უფრო მეტი ვიდრე ეს კონფორმიზმია. ხო და ეს ახლა მე არა ვარ დარწმუნებული იმას თუ ეწყვიან ისე არ დაწერს იმ დასკვნას, მაგრამ მე მეორე წუთში მეორე დასკვნას დაწერს. მე მესამე დასკვნას დაწერს. ამიტომაც ეს დასკვნა რატო გითხარით, პესიმისტურად კი არა ვარ. ეს უნდა იქნას გაანალიზებული, ამ დასკვნას დავინახავთ. და მე უფრო ესე ვიფიქრებდი იდეალისტური შეიძლება ვარ, რომ კანონმა კი არ უნდა აკრძალოს, თუ დავინახეთ, თუ ესე იგი, თუ ადამიანები დარჩნენ კონკრეტული პარტიის ერთგულებად, შენ აკრძალო თუ არ აკრძალო, გულში თუ ის დარჩებიან, ხო ის დარჩებიან. აი თუ ქვეყანაში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ძირითადი მაინც შევთანხმდებით რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, ძირითადი ნაწილი. ესე იგი, ეს არის ის ერთობაშია, რაშიც არის ძალა. ჩვენ დღეს რეალურად ვთქვათ, მე ამის რეცეპტი არ მაქვს, რასაც ვამბობ, ვერ ვხედავ როგორ გამოვა, მაგრამ ის ახალი ადამიანები, რომელზეც საუბრობდნენ, ის არსებობს და შემდგარია. ამიტომ ეხლა თქვენ სახსენეთ ცოტა ხნის ის რაც ერთს აქ რო იყოს ლაპარაკი რო იცი რა აი მიგახვედრებ მე შენ და ისე აი მიგახვედრებ და აი შენც არ მოგეწონება რო გაი არა ის რაც ერთი ტიპის საქართველო მოწონს მეორე ნაწილს ამ საქართველოს სული ეხუთება და არ უნდა გულწრფელად არ უნდა არაფერი არ უნდა იმ ქვევში ჩაგიფსამ სიამოვნები და არ უნდა ეს სული შეწუხებულია. ეხლა ამას შენ ლიბერალის და კონსერვატორის დაარქმევენ. ეს უკვე თეორეტიკოსების საქმეა, რაც დაარქმევენ ამას. ფაქტია, რომ მათ სხვადასხვა საქართველო უნდათ და ძალიან ზუსტად იციან, რაც არ უნდათ. იქ შეგიძლია ჩამოაყალიბო. და ეს ტიპაჟითაც განსხვავდება, მეტყველებით განსხვავდება. შეიძლება 10 კაცი ერთი შეგეშალოს, მაგრამ დაახლოებით მე მაგალითად ხვდები იოლად რომ გამოდის ის რა ტიპის მე არ გეუბნები მოსყიდულებზე და ბრიყვებზე არიან ეგეთები ან თაღლითებზე არა ძალიან იდეურად არიან ჩამოყალიბებული ამ სფეროში და მათთვის ეს საქართველო არის მიუღებელი ამიტომ არის გინდა ტერიტორიული მთლიანობას კიდევ დავაბრალებთ ახლა რომ ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა არა ტერიტორიული მთლიანობა არ აწყენს ხა თუ ესე იქნება მაგრამ არ უნდა იმიტომ რომ აი თქვით ღუზა არ აღმოჩნდეს იმისთვის და ამისთვის ღუზა არც საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის და არც მსგავსი არაფერი არ არის არც ქართული ამბანი არ არის არაფერი ქართული მათ სხვანაირი ამიტომ სხვანაირი საქართველოს აი დავითმა ძალიან საინტერესო პერიოდი გაიხსენა ჩვენ რა გვიდა ეს ისტორია კარგად გვაქვს შესწავლილი აი რა მოხდა მაგალითად რომ გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, ვიდრე ჩემოკარგო ქვეყანა. ხვდებით ხო რაც ჩემოკარგო ქვეყანაში. და ეს იდეა და რატო ახლა ასე ყველა ამაში დაინახეს ბედნიერება. გულწრფელად დაინახეს ბედნიერება. ეს აბსოლუტურად ეს ბოლშევიკების დროს კი არ მოვიდა. მოვიდა მანამდე და ის დამოუკიდებლობა გამოაცხადებინეს ამათ თორე სულ არაპირებდნენ დავიღუპეთო ვიძახდნენ ეს არის კრახიო ახლა ეს ისტორია სხვადასხვა უნდა ვიცოდეთ იმიტომ კი არა რომ ახლა ჩვენ ესე გამოვწეროთ და თქვა ჩვენ ახლა რო გადის ესე გაჟით ვიუდგეთ ჩვენ ამას ესე აღიზარდნენ ეს წაიკითხეს თავისი არგუმენტები ჰქონდათ თავისი და ეგონათ რომ ესე იქნებოდა ქვეყანა და ილიაც ამას შეეწირა ამ სიტუაციაში ილიაზე უფრო მეტად არის როცა ადამიანმა იქ დაიცვა და ცემით მოკლეს იქა და უკვე ეს არაპოპულარული იყო ეგეთი საქართველო ის ტერიტორიული მთლიანობა ფიქრობს რომ შენ ტერიტორიული მთლიანობის გამო რაღაცას გამოეკიდები ეხლა ეს რა მოიტანა რა უნდა ეშველოს ეს საფიქრალი გვაქვს პირველი ჩვენ დიალოგი არ გამოგვდის ახლა თავი არ მოვიტყოთ ეს აღზრდა ვქნა, იმიტომ რომ სხვადასხვა წერტილები გაჩნდა აღზრდა და სწავლა ერთმანეთთან კავშირშია, თლათითი და იგივეც არ არის და არ დაგვავიწყდეს რომ რაღაცა თემებზე ესე ღიად სულ რაღაც 2 წელია საუბარი მე თუ არ ხვდებით რა გლობალურად. ეს 2 წელია რაღაცა საუბარია. დანარჩენი იგივე გრძელდებოდა. ადამიანები ჩათვალეს რომ ეს ესეა. ახლა კომუნიზმი დღეს შეიძლება ეცინებოდეს, მაგრამ ახალგაზრდებს კითხე, დღეს რო გავა ლენინი არის რა არის და მე მინახე ადამიანები, რომელსაც ჯეროდა, რომ კომუნიზმი აშენდებოდა. კომუნიზმი რო აშენდებოდა. ეს ჯეროდა, უკვე უნდა გითხრათ, რომ ჩემი სტუდენტობის დროს ახლა ამიტომ იყო რაღაცა იყო, ვიღაცებს კი გვეცინებოდა ახლა ამ სიტუაციაზე, ახლა როგორ ხვდებოდით, რომ არ დამავიწყდება, რომ არ ვიტყვი ხა ლექტორის გვართ და გვიხსნიდა რომ ეს სობილი ყველასგან შესაძლებლობების მიხედვით და ყველას სურვილის მიხედვით და სტუდენტმა აწყახა აიო შავი ხიზი ლალაო ყველას როგორ გვაყოფაო და უთხრა რომ ახლა ასეთ მაიმუნობას უნდა მოეშვიე თუმცა ეს კვირდებოდა და იცი როგორი პასუხი იყო ასეთ დიდი სქელი წიგნი იყო და ის საკითხები რომელიც ბუნებრივად შეგაწუხებს ხო ადამიანი ხარ რა არის კაი ცხოვრებისკენ არის მიდრეკელი ეს გვიზრის ხო ჩვენ გვიჩვენია რომ ჩედილში დაჯდე ვიდრე ხა თოხი ურტყა როგორც არ უნდა იძახო ხო მეტი წილი ადამიანებს ესე იქ როგორ იყო ციახსლი შენ არც გიქნება ეს ნანახი ხო ესე იყო რომ აქ გაჩნდებიან რობოტები რომლებიც ისინი იმუშავებენ ეს რაც კი იყო ყველაფერი და უკვე იმდენი იქნება და ხა რო ეტყვი რომ აი შენ რომ მომინდეს 10 ოთახიანი ბინა და თქვა დღეში 2 კილო ხიზი ლალა აბაზეც იყო პასუხი. აბა თუ ვიხდები რა პასუხი იყო, აქ უკვე ისეთ მაღალ დონეზე იქნება ადამიანის შეგნება, რომ შენ პირიქით ძალიან ბევრს იშოვებდათ. მოკლედ ეს ადამიანებს ეჯეროდათ. დღესაც უნდა ვნახოთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად არ ვიცი მე დიალოგის ჯერჯერობით უფრო წავდება, იმიტომ რომ ეს ჩანავლებულია აქ სიტუაცია. ამიტომ ამ ეტაპზე ერთ-ერთ ეტაპად ამას მე ამ კუთხით უყურებ ამას და გრძელვადიან შედეგზე უნდა გავთვალოთ და არა მოკლევადიანზე და არა მათრახად. მე ამიტომ ვარ მოგატყუოთ ეს გადაწყვეტილება როგორც ერთ მოქალაქეს მომწონს ახლა. გუშინდელი. დიახ. კი. იმიტომ რომ ეს რო გითხრათ მე ინტერესით, მაგრამ ეჭვით უყურებდი ახლა ესე ადგე უცებ აკძალო, ამგძალო, წითელი ეს. ხო, მაგრამ ხო არ გაუქმდა ეგ გადაწყვეტილება. არა, მაგრამ კი არ გადაიდო უფრო სწორედ თქვა რომ არ იქნება დაკავშირებული არჩევნების საკითხთან. ეგ მომწონს ხო, რო არ მოგატყუოთ და უფრო რო კარგად დავფიქრდებით, როგორ იქნება, რა იქნება. აბა ეს დასკვნა იქნება ისეთი იმუშაოს, რომ საერთოდ იქნება აკძალო. ხო, ჩვენ რა გვინდა, რომ ცუდობა რო ამოიხფროს, ხო ეს გვინდა. ხო და აი ნახოთ, აბა როგორი ეს იქნება. მნიშვნელოვანი თემაა და მე მინდა უბრალოდ შევახსენო ყველას. ერთ ბჭყალებში მშვენიერ დღეს ყოველგვარი საპარლამენტო საგამოძიებო თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი რაღაცა კვლევების გარეშე უკრაინაში ერთ დღეს 14 პარტია, მათ შორის საპარლამენტო პარტია, უბრალოდ აიღეს და აკრძალეს რა. აიღეს და აკრძალეს ყოველგვარი რაღაცა იმ დასაბუთების და ემის გარეშე, ხო? ეხლა უკრაინაში რომ შეიცვალოს და შეიცვლო, ხო, 14 პარტიასთან ერთად 3 ცენტრალური და 5 რეგიონალური ტელევიზია, უბრალოდ აიღეს და გათიშეს რა, აღარ ახართ. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
აი ხვალ რომ შეიცვალოს იქ რაღაცა ადმინისტრაცია, რა პოლიტიკური ვითარება რომ შეიცვალოს და ალბათ შეიცვლება, ხო? აი ამ 14-ის თუ 34-ის უკან დაბრუნება, ხო, უპრობლემოდ მოხდება ჩემის აზრით რა, იმიტომ რომ ამოიღებენ იმ მასალებს იგივე მინდა გითხრათ, ოღონდ უპრობლემოდ არ ალბათ გულისხმობ, პირველი ძალიან დიდი პრობლემით მოხდება დაბრუნება, ისე ძალიან ტკივილიანად მოხდება, ისინი არ გაქრალა. არა, ხო. მათ შორის რელიგიური საკითხები და ისინი, ეს არის დროებით. კი ბატონო, და ვულკანზე თითიც და საცობით. კი, და აქ ვინმესთვის, ხო, იმის შტაბ-ბიჭდილების შექმნა, ხო, რომ შედეგი, ხო, ამ კომისიის მუშაობის უკვე წინასწარ ცნობილია და რატომღაც ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ რაღაც ადგილობრივ არჩევნებამდე და რაღაცა, ხო, და ეგრე არ არის რა, ლეგიტიმაციის საკითხს ხომ დააყენებენ საერთაშორისო, ეხლა თუ ჩუმად არიან, მერე ნახეთ როგორი გამადიდებელი შუშით შეუდგებიან საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაცა აი ამ საბოლოო განაჩენის გადახედვას და არც ერთი შეკითხვა არ უნდა დატოვო იმისთვის რომ ეს იმისთვის კეთდებოდა რომ რაღაც აი არჩევნებზე შევლენ არ შევლენ ამისთვის რომ მოგვესწრო და არავითარ შემთხვევაში რაც საუბარი მიდის უფრო გრძელ პერსპექტივაზე გათვლილი ხომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლოს გადახედოს აი ამ ყველაფერს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის არჩევნებს არ უნდა შეექმნას არანაირი ესე ვთქვათ ეჭვი და საფრთხე. კი ბატონო. იმიტომ რომ ხო თუ ვინმე არ მიიღებს მონაწილეობას ეს ცალკე საკითხია ეს მათი გადაწყვეტილება. მისი გადაწყვეტილება ამან კი ბატონო, მაშინ მეორე მხრიდან შევხედოთ ამას. საერთოდ რა საჭიროა სამართლებრივი, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება ამ საკითხისა, სამართლებრივი გადაწყვეტა ამ თემისა, მით უმეტეს თუ პოლიტიკური სუბიექტი პირობითად აიწევენ ბრძანეთ, რომ ისა რა ქვია მაგას თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ისინი არც მიიღებენ მონაწილეობას, ვთქვათ, არჩევნებში, თუ პოლიტიკური სუბიექტი თავისთავად მიდის სუიციდისკენ, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სუიციდისკენ, რომ ის პოლიტიკას ამბობს, რომ ჩამოშორდება ამ თემიდან გამომდინარე და ამასთან ერთვის ერთი რამე, ანუ ერთი არის ვთქვათ პირობითად ბოიკოტზე წავიდეს იმ რეჟიმში, როდესაც აი წერან ბლინკენი ახსენეთ, ვთქვათ ის სისტემაა, ხო? რომელიც შენზე, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მატარებელზე ყოველდღიურ წნეხს ახდენს, რომ გაითვალისწინო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური სუბიექტის ახირებები, ესე დავარქვათ, ხო? იმ სისტემაში, როდესაც ის ასეთ ნაბიჯებს დგავს, მან იცის რომ გარკვეული შედეგი ამას შეიძლება მოყვეს, ხო? ჩამოვა ვიღაცა, მოგაწერინებს 19 აპრილის ხელშეკრულება და ხელს, მერე კიდე ჩამოვა, კიდე რაღაცაზე მოგაწერინებს ხელს და ასე შემდეგ. ხო, ანუ არსებობს ინსტრუმენტი, მე არ ვამბობ, რომ ეხლა აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ინსტრუმენტი წარსულში, რომელიც შენზე ზემოქმედებას მოახდენს და მოგიწევს გაითვალისწინო შენი მთავარი ოპონენტის, ესე ვთქვათ, ხუშტურები. მაგრამ ეხლა თითქოს ერთის მხრივ ეს გარეთა წნეხი თქვენს ახსენეთ დასაწყისში რომ ერთი განცხადება ჯერ არ გაკეთებულა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, განსხვავებით თქვათ რო ყოფილიყო ის ადმინისტრაცია და თითქოს ეს წნეხი არ არსებობს და მეორეს მხრივ შიგნიდანაც არავინ არ გეხოცება გინდა თუ არ არჩევნებში მოიღე მონაწილეობა, ხო? ანუ იყავი მთავარი, ესე ვთქვათ, ჩემი მთავარი ოპონენტი, იმიტომ რომ რაღაც ასე შემდეგ, ანუ ამ შემთხვევაში, ანუ შევაჯამო ჩემი კითხვა, ერთის მხრივ თავად პოლიტიკური სუბიექტი უარს ამბობს პოლიტიკაში მონაწილეობას და მეორეს მხრივ მისი, ასე ვთქვათ, აქამდე ვინც მის ასე გაძალება მის მონაწილეობაზე არ ამბობს უარს, განსხვავებთ ეგეც არა. ნუ ახლა არჩევნებში ვარ მონაწილეობ, უკვე პოლიტიკაში აღარ მონაწილეობ. ნუ მასში მე რეკითხვა, ეს მარტივი არ არის ეგ საკითხი. და მაშინ ანუ მოკლედ ესე ვთქვათ, თუ ის ამ გზაზე მიდის, ხო, გზა რა თქმა უნდა რევოლუციური რჩევა, მაგრამ თუ ის ასე იქცევა, რა აზრი აქვს მის პოლიტიკ აკრძალ. მაგრამ რევოლუციური გზა, სხვათა შორის, შენ კონსტიტუციით აკრძალო თუ არ აკრძალო, მაინც რჩევა. რაც არ უნდა აკეთო, მაინც რჩევა. კონსტიტუციური ესე იგი კაბათოთ მე პოლიტიკას ამ შემთხვევაში რევოლუციასაც პოლიტიკის ნაწილად მოვიაზრებ ახლა პოლიტიკის მიღმა რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ რევოლუციურ გზას შენ კონსტიტუციით ვერ აკრძალავ რა, ის მაინც იცავს ამას ყველაფერს. ამ შემთხვევაში აი ამ ნაწილზე ლაპარაკი ხო. რა აზრი აქვს ამ ნაწილს თუ დავიწყებ შეკითხვით საკუთარი თავის მიმართ, ხო? იმ მომენტში, როდესაც საქართველოში აიგრძალა როგორც პარტია, აიგრძალა კომუნისტური პარტია, იქნებოდა დარჩენილი დაახლოებით 10,000 ომის ვეტერანი,
რომელმაც სოფლიო ფაშიზმისგან გაანთავისუფლა და რომლებიც არანაირ თქვათ პოლიტიკური აქტივობის კუთხითაც არანაირ საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენდა, ხომ? ეს იყო რაღაცა ჟესტი, რა, პოლიტიკური ჟესტი ახალი ხელისუფლების მხრიდან, ხო, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ხო, რომელმაც უნდა ეს გააკეთეს. შეეძლოთ არ გაეკეთებინათ, მაგრამ ნუ გააკეთეს, ხო? საქართველოს წლების განმავლობაში მართავდა არაფორმალური მმართველობა. საქართველოს მართავდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეზიდენტურა, რა. აი ესე გამოკვეთილად, ხო, საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში, ხო, მმართველობის აი ესეთი ფორმა, ხო, ალბათ ნუ არ ვიცი, ჰა, ბევრჯერ იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთი რეზიდენტი არ იყო პირდაპირ იქცვავდნენ კაცო მეფეთ და მოდიოდა. ასეთი სისასტიკით იყო ბევრჯერ, როდესაც ხორციელდებოდა მენტალობის გენოციდი, როდესაც ხორციელდებოდა შენი განსულიერება, მიზანმიმართული, აი განქართველობა, რა ვიცი, ყველაფერი. შეიძლება იყოს, მაგრამ კაი კი არ არის რომ ასაცვალოთ, მაგრამ იყო რადგან გურამი მე-15, მე-16 ესეთი. არა, შეიძლება იყო, მაგრამ თელი ამბავი რა არის, ის ხო რეზიდენტი არ იყო, იქ უნდა ჩასულიყო შახთან, უნდა მიეღო თანამდებობა და ჩამოსულიყო. არანაირ რეზიდენტი არ იყო, პირდაპირ მისი შემდგომი იყო ოფიციალურად. ამიტომ აი ამ ყველაფერს ხომ უნდა გაეცეს რაღაცა მკაფიო პასუხი და კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ნურავის ნუ შეექმნება ესეთი ერთმა ხელისუფლების ერთმა შტომ, მეორე ხელისუფლება შტო, რაღაცა ჯიბეში ჩაისვა და რაღაცას კარნახობს და ასე შემდეგ რა. მიიღოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, რა. მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომლის უკან კიდევ ერთხელ ვიძახი. ათასობით გვერდის მოცულობის დოკუმენტებია. დოკუმენტები, მოწმეთა ბაზის ჩვენებები, საერთაშორისო დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. განიხილონ, არ დავაჩქაროთ რა. არც ერთ მომავალ მეთიუ მილერს თუ ვიღაცას კიდე კუბილიუს თუ ვიღაცებს არ მინდა რომ უბრალოდ აი ეს გაფიქრების დონეზეც კი ჩათვალონ რომ აი რაღაც ასტრაფოთ რაღაცისთან მიმართებით, აი არჩევნებთან მიმართებით ნაჩქარევად ვიღაცა მიიღო და ასე შემდეგ რა. მე არ ვიცი ეს გონივრული ვადა რამდენია, რამდენი დაჭირდება, რამდენის დაჭირდეს. ამ არჩევნებზე ხომ დიდი რაღაცა არმაგედონი და აპოკალიფსისი ხომ არ ხდება. მით უმეტეს რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, აი ნიძლაუდები რესტორანზე და ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ამოვიდა ხო ყელში რა, როდესაც ჩვენ მუდმივად მოლდოვას, უკრაინას, არ ვიცი ვიღაცას გვადარებენ და გვამადლიან რაღაცას, გაუგება რაღაცას, ხო? როდესაც, არ ვიცი, მოლდოვაში შორი იყო და აღარ არის მისი, რა ქვია, მის პარტიის წევრებს ეკრძალებათ დამოუკიდებლად სხვაგან რაღაცა შესვლა და ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას მიღება. აქეთ 14 პარტია გააუქმეს, ხომ? იქ გერმანიაში მცდელობა, ხომ? იქ საფრანგეთში მცდელობა კი არა, შემდგარი ფაქტი და ასე შემდეგ, ხომ? ანუ თუ ეს პრეცედენტები არსებობს პოლიტიკურ ველზე რაღაცის განსჯა და განაჩენის გამოტანა, მოდი რა, ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. აი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თეთრზე შავს იძახის და შავზე თეთრს, უბრალოდ თუ მას წაკითხვის უნარი აქვს და წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი აქვს, ის თითოეულ გვერდზე ისეთ კინაბეტონის არგუმენტებს წააწყდება, ნუ აი ძალიან უნდა გაუჭირდეს რა. იმ დონეზე უნდა გაუჭირდეს ახლა ოპონირება, რომ ნუ ქალია და კაციას დონეზე უნდა გაუჭირდეს რა, იმიტომ რომ ყველაფერს წაიკითხავს შავით თეთრზე წაიკითხავს, რასთან ქონდა ამ საწყალ უბედურ ქვეყანას, ამ პატარა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში საქმე ვისთან ქონდა და ვით უმეტეს ამას დაემატება კიდე ის ღალატი, რომელიც ეხება ყველაფერს, რასაც ესენი აპელირებენ რა. ეხება დიდ წინააღმდეგობას ევროვიზა ლიბერალიზაციის გზაზე, წინააღმდეგობას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ სათითაოდ ევროპარლამენტარებს და ევროკომისრებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი საქართველოს არ მისცეთ. არ მიანიჭოთ სტატუსი არავითარ შემთხვევაში, იხვეწებოდნენ, რომ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ხომ მიდის რაღაცა საქართველოსთვის ფულადი დახმარება. იხვეწებოდნენ იმას კი არა რომ მიუმატეთ რა 15% და მე ჩავალ და ჩემს ოპოზიციურ რეიტინგს ავწევ და ვეტყვი რომ ამდენი იყო, მაგრამ მე ოპოზიციამ ხო აი ამ ხელისუფლების უნიათობაზე ეს თანხა აქამდე გავზარდე. დადიოდნენ და იხვეწებოდნენ ან საერთოდ შეუმცირეთ, გააუქმეთ ან შეუმცირეთ მნიშვნელოვნად და ეს ყველაფერიც ხომ უნდა იცოდეს ამ ახალგაზრდობამ რა უბრალოდ მე უკვე სხვა არგუმენტი ხომ არ მაქვს მე მესმის რომ ამ ყველაფერზე იტყვიან რომ რადგან ამას ჩვენები აკეთებდნენ ესე იგი სწორედ აკეთებდნენ მე სხვა კითხვას დაგისვამთ მაგასთან დაკავშირებით ანუ ეგ ხალხი მათი ეს მცდელობები აი ხელის შეშლის მცდელობები რატო იყო წარუმატებელი თქვენი აზრით ანუ თუ deep state-ის ასე ვთქვათ იცით რატო იყო წარუმატებელი აი მე მოგიყვანთ ძალიან მკაფიო მაგალითებს რა მიდის საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური პროვოცირება აგიხსნით კონკრეტულ მაგალითებზე აი მიდის მაგალითად 4 რაღაც მაღალჩინოსნის სანქციების საკითხი ხო ელოდებიან ჩვენ რას უპასუხებთ ამით რა რას უპასუხებთ ჩვენ იმიტომ არის მაგალითად აზერბაიჯანის მკაფიო მაგალითი რომელსაც შეუძლია ჩვენგან განსხვავებით რაღაცა გადადოს რა და იმოქმედეს თქვა ადეკვატურად 24 წლის პასეს იანვრის სხდომაზე მათაც შეუჩერეს რა ისე რა ქვია დელეგაციას მონაწილეობის უფლება და 24 წლის აგვისტოში 76-ე დეპუტატის სახელი და გვარი მოითხოვეს კენჭი ვინც უყარა რა აი ამ გადაწყვეტილებას და სანქციები დაუწესეს და ნუ მოკლედ რა non grata persona-ად გამოაქვეყნეს აზერბაიჯანში რა აზერბაიჯანს აქვს ამის ფუფუნება ის არ არის რაღაცა საკონსტიტუციო 78 მოხლის მეშვეობით ვალდებულებებით თავის საზოგადოების და მომრჩევის წინაშე და არის ევროინტეგრაცია განცხადებული არაფერი მაგრამ ყოველდღე ელოდებიან რომ შენ დაგარტყან აი ამ ყველაზე მტკივნეული ასე ვთქვათ ტუსკოზირით რა რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება რა რომლის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს თუ კი ვიღაცა მიუტანს ამბავს რომ აი შენ მაგალითად ბალტიისპირეთის რესპუბლიკების რომელიღაცა დეპუტატს თუ მინისტრს ხომ რაღაცა სანქცია დაუწესე ან შეუზღუდე საქართველოში შემოსვლა და ასე შემდეგ. აი ელოდებიან შენგან, მაგრამ შენ ამის ფუფუნებას ხო ჭალებში ნუ არ აძლევ რა. ერთია რომ მე როგორც საზოგადოების თქვა ნაწილს რიგით მოქალაქეს რაღაცები არ მომწონს და მეც მინდა რა აზერბაიჯანული მიდგომები მქონდეს რა მთელ რიგ საკითხებთან, მაგრამ იქ სულ სხვა რისკები აქვს აზერბაიჯანს, ჩვენ სულ სხვა რისკები გვაქვს რა. ესენი ხომ ელოდებიან მორიგ მაიდანის აგორებას ხომ? მორიგ აი აქ რაღაცა 10 და 20 და 30000 ადამიანის განრისხებული ადამიანის გამოყვანას. ოღონდ უფრო მნიშვნელოვანი საბაბით ხომ? ჩვენ ამ საბაბს არ ვაძლევთ, უბრალოდ არ ვაძლევთ. თუმცა ბევრი უკმაყოფილოა ამით ხელისუფლების მიმართ და ამ ეს ყველაფერი გვესმის თვითონ ოცნების ამომრჩეველშიც კი ნუ სად რატომ რაღაცა ერთია კიდევ ერთხელ ვამბობ ემოციურად მე შეიძლება რაღაცა დავწერო ამ შესახებ სოციალურ ქსელში მაგრამ ხელისუფლება ჩემის აზრით ზუსტად აი ამ გზას დაადგა რასაც ქვია აი მოთმინება და რასაც ქვია პოლიტიკური მიზანშეწონილობა კიბა რაღაცით თქმა გინდოდა. არა, მე ვაგზავნე ჩვენ ახლა რა რეალობაში ვართ ვნახოთ ხა ცალკე აი დიდი სურათი რო შევხედავთ. ჩვენ ვართ ახლა არჩევნებსა და რევოლუციას შორის მივდივართ. აი დიდი რო წარმოედგინო დიდი აისბერგებს შორის. ჩვენ და თან არ დაგვეწყოს რომ ჩვენ მოწყვლადი ვართ იმ თვალსაზრისით ფსიქოლოგიურად რომ ჩვენ ერთხელ მწარე პრეცედენტი გვაქვს დაშვებული. ეს განუჩევლად ვის მოწონს ვის არ ჩვენ ერთხელ გამოუცდელობით, სახელმწიფოებრივი გამოუცდელობით რომ იყო, თქვით რომ იცი რა მოკლე გზით წავალ ბედნიერებისაკენ. А мы пойдем другим путем. ხო, არა, табаки. ხო და დაუშვით გადატრიალება. რა აქვს მნიშვნელობა ხო ვინ დაუშვა, ვინ არ დაუშვა, მოხდა. ანუ ეს არის შესაძლებელი. ბევრ ქვეყანაში ეს უბრალოდ არ იციან. სხვადასხვა არ დამოიწყება ლიტერატურная газета გამოდიოდა და იქ იყო სტატია უბრალოდ გამოსცემა რომ აი რა განსხვავდებაო საბჭოთა კავშირიო დიდი ბრიტანეთისგანო. საკვარისეო დილითო
ტელევიზორი ჩაერთოსო და უთხრან რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიაო საბჭოთა კავშირშიო და მას ყველა დაიჯერებსო და მიხვდებიან რომ ეს არის და გამომვა რომ ეს არის პრეზიდენტი იგივე რომ მოხდესო BBC-ზეო ეგონებათ რომ ეს არის იუმორისტული გადაცემა იმიტომ რომ ისინი არ უშვებენ იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალების სიტუაციას და ჩვენ ვიცით რომ საგერა ერთი გენსეკების პირობებში ერთი მეორეს წამლავდა გაიოღიზა ხრუშჩოვი არის აღარ არის ახლა რაფერ დაიჯერო ხო და დაიჯერო ეხლა ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ეს წავა და აი რო იტყვია მანქანა დაიქოქება და წავალთ ამ არჩევნების გზით თუ წავალთ აი რევოლუციურ ამიტომ პოლიტიკის მიღმა არ დგანანის პარტიები ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ის დგას იმ სცენარით რომ რევოლუციით მოვა იმიტომ რომ სხვა გზით ვინც იმას აკეზებს არ აკეზებს ახლა არ შევდივარ ამ განხილვაში ის ხედავს რომ არჩევნებით ვერ მოვა თუ ამასობაში აქ უნდა შეიქმნას ის გარემო და ის პარტიები რომლებიც ამ წესებით თამაშობენ და ჩვენ გვეცოდება რომ ამ წესებით თამაშობ თუ არა მაგალითად მე დიდი ჭერასამრეწველობას არ გამოვიჩენია იმ პარტიებს ვეტყოდი რომ სინამდვილეში საქართველოს გეოპოლიტიკიდან გამომდინარე და საქართველოს საზღვრებიდან გამომდინარე ხო რაც ყველა ვიცით ახლა ეს არჩევნები არ ვიცოდე ასე რევოლუციური გზებით წასული სიტუაცია აი იქნება 6-თვიანი მთავრობები იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ყველა ამდენი ძალა ყველა ბევრ მეზობელს აქვს აქა რომ ამა თუ იმას დაუჭიროს ხარი და ერთი მაიდანიდან მეორე მაიდანზე ვერ გადავალთ ანუ ეს არ ნიშნავს რომ ერთი მაიდანი თუ იქნება ამით დამყარდება მე არ დამყარდება იმიტომ არც ერთი მეზობელი არ გაქრება არც იქით არც აქეთ არც იქით არ გაქრებიან და მათ საკმარისი ძალაში ამიტომ ჩვენ ახლა რეალურად ლაპარაკობთ ან ქვეყანას შევინარჩუნებთ და წავალთ არჩევნების გზით იმიტომ რომ თუ არჩევნების გზით არ წახვალ არ მოგწონს თუ არა ესე იგი ჩვენ გვეცოდინება რაღაც რაოდენობის ადამიანებს რომ მე თქვა არა როგორც კი არ მომეწონება რაღაცა მე გამოვალ ქუჩაში და მე ამავე დროს მეცოდინება რომ გარედან რო დახმარებას მივიღებ ეს სწორია და გარწევნებთ რომ ესეთი ადამიანი ყოველთვის ბევრი მოგროვდება და გარედან დახმარების სურვილიც ექნება ეს არის 2x2 4 ასე რომ პოლიტიკა ეს მომენტი იქნება და რამდენად ეყოფა პოლიტიკურ ძალებს ადამიანებს, ახალგაზრდას, ძველგაზრდას, თავისი იდეები რომ მოიტანოს და განახორციელოს უკვე ლეგიტიმურ, ლეგალურად და მე დარწმუნებული ვარ რომ არის პოტენციალი რომ ცდებას გაუწიოს სერიოზული წინააღმდეგობა და კონკურენცია და უნდა მოხდეს კიდეც და ეს იქნება პოლიტიკური ეხლა რომ დიდად ამ ველით თვითონ აქვს ბევრი მიზეზების გამო მე როგორც ერთი მოქალაქე არა ვარ აღტაცებული ხო და დიდი არჩევანიც არ არის ამ მაგიდაზე რო იტყვიან მაგრამ უნდა გაჩნდეს თანათან ეს არჩევანი უყურებ ახალგაზრდებს ვაყურდები მათ შორის შეიძლება ჩემთვის იდეურად ადამიანი ვარ სოფხელმრობლივად ბოლომდე რაღაცას არ ვიზიარებ მაგრამ ნამდვილად მოდიან აი ახალგაზრდები განათლება აქვთ სხვადასხვა უნდა გითხრათ მე მაქვს ამის უფლება თუ ვიცნობ აი ახალგაზრდებს რო უსმენ პოდკასტებზე და იმებზე გაცილებით მეტია პოლიტოლოგიური ეს განათლება ვიდრე არსებულ პოლიტიკოსებში რაც ქვია რომელიც ერთი და იგივე სიტუაციას ატარებენ რომელიც ელემენტარულად ზოგი შორს არის გონიერებისაგან სინთეზზე რო არაფერი არ ვთქვათ უბრალოდ იმიტომ რომ ჩარჩა იმ სიტუაციაში ეს პოლიტიკა მაინც ცოტა ისეთია რომ უნდა გაყვე პროცესებს ფიზიკასაც ესე უნდა გაყვე და ისტორიასაც პროცესები თუ არ იცი და მარტო ახლა რაღაც დონეზე გაჩერდი რაღაც ციგნით ხო რა დაიგითხე მე არ განვითარებ ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ ჩვენ სიამდვილეში ამიტომაც მე როგორც ერთ ადამიანს უფრო მომეწონებოდა რომ დასკვნა და ეგეთი დასკვნებზე ადამიანები თვითონ მივიდნენ იმ შეგნებამდე ვიდრე მათრახით აკძალა იმიტომ რომ აკძალვა ახლა მე ხუგი პროექტი არ ვიცი ეს როგორ არის წარმოდგენა აქ აკძალავ იქ ხო არ აკძალავ ხა ეს ხო ნიშნავს რომ აკძალავ შემოგცემს ხმას რაღაცას იპოვნიან ახლა ეგეთი უნივერსალური ფორმა ეგეთი არ არსებობს ალბათ ხო ახლა იქ გერმანიაში როცა აკძალეს დაიჭირეს ის სიტუაციები და გარდა მაგისა აუგზალეს იქ მუშაობა და მთელი ამბავი იქ საოკუპაციო ჯარი იდგა გერმანელებს სხვადასხვა ყველას არ აუგზალეს თან მაგრამ იქ თავარი იყო რომ იდეოლოგია აკძალეს აქ რას კძალავ ეს არის საინტერესო გარედან აკძალეს და უნდა გითხრა რომ 48 წლამდე საკუთარი პრესა არ ქონდა და საკუთარი მედია არ ქონდათ იმათ და ნუ სხვანაირად იყო ხა გარედან ახლა ესე ახლა კაცთობოა ბოლშევიკები აქაც რომ მოვიდნენ აქაც აკძალეს ხო მაგრამ მე რა გქონები რომ აი ეს დასკვნამ უნდა თვითონ იმუშაოს, შედგენბამ უნდა იმუშაოს, განათლების სისტემამ უნდა იმუშაოს
და თანათან რაღაცნაირად აი თუ ისინი პოლიტიკურ ჩარჩო აი საუბრები არის მე ძალიან იცი უყურებ რომ პარტია შეიქმნა შეიქმნა როგორც არ უნდა შეგეთა და გაკეთეს და უნდა მონაწილეობა მიიღონ და სხვა ჯერს თვითმმართველობის არჩევნები ზოგს გონია ხოლმე ეს არ არის დაბალი დონის არჩევნები შენ თუ ქვეყანაში მართვა გინდა და სერიოზული მიზნები და თვითმმართველობიდან უნდა დაიწყო და იქ უნდა მოიდგა ფეხი და სხვა საკითხები ის ფოწონსვით და ეს თვითმმართველობის არჩევნები ბევრი პარტიისთვის იქნება მნიშვნელოვანი ასპარეზი, იმიტომ რომ ასეთ ყოველთვის არ გექნება. ადამიანები მაინც კონსერვატორები არიან, ხა ერთი თუ დაიწყებს ხოლმე დასავლეთში მაგალითად ესეა, ხო? ის ამ პარტიას აძლევს, მე იმის შვილიც იმ პარტიას აძლევს, ნელად რომ ესე შეიცვალონ აზრი. ადგინაც აფრაგეთი აიღება. ჩვენთან ახლა რაღაც თავიდან შეიძლება დაკომპლექტდეს ეს ველი. თუ ვინც ახლა შევა ამ თვითმმართველობის არჩევნებს, შევა და იტყვის რომ მე არჩევნებით მონაწილეობ. ვინც არ შევა, ნუ უცდის რევოლუციას, პოლიტიკიდან ის არ გავა ესე იოლად. ხო, არა, ეგ თავისთავად. უბრალოდ იქნება იმ ტრიგერის მოლოდინში, რომელიც აი ამ რევოლუციურ სიტუაციაში. მაგრამ თუ ერთი დაიქოქა ეს და დაკოქილია და ეს მანქანა წავა, ეს აღმოჩნდება ნონსენსი მე ახლა რომ მე ახლა რევოლუციას მოვაწყობ და მე ახლა ამას ვიზამ და რასაც მინდა ისე ვიზამ და ეს მაგრამ მოდი ეს ტრიგერის ელემენტი შემოვიტანოთ ისევ, იმიტომ რომ ნუ ჯერჯერობით იქოქება თითქოს მანქანა, ბოლომდე არ არის. ანუ რელსებზე შემდგარი არ არის, შემოუტრიალებელი პროცესი ჯერ არ გვაქვს. ჯერ კიდე რისკები რაღაცების არსებობს და ეს ერთ-ერთი რისკი აი რო გავიხსენოთ 28 ნოემბრის განცხადება მოლაპარაკებების არ გახსნასთან დაკავშირებით, ხო? ეს როგორც პრემიერმა მაშინ განაცხადა, ეს იყო პრევენციული ნორმა, ესე ვთქვათ, პრევენციული ნაბიჯი იმისათვის, რომ არ გამხდარიყო ევროკავშირის მხრიდან, იმ ვთქვათ, იმ ელიტის მხრიდან, ევროპული ელიტის მხრიდან ეს თემა, ასე ვთქვათ, манипуляციის საშუალება, ხო, არ ქცეულიყო. ახლა თქვენ რაც თქვით წეღან გამოდის, რომ ვიზა ლიბერალიზაციაა ეგეთი. კი. ანუ ვიზა ლიბერალიზაცია თან ახლა კი არ არის, ანუ დიდი ხანია უკვე, რაც ამაზეც გვისაუბრია აქაც და ზოგადად, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე წონადი ინსტრუმენტია, ესე ვთქვათ, ზემოქმედების იქიდან, იმიტომ რომ პირდაპირ სოციალურ პროცესს უკავშირდება ადამიანები დადიან, რაღაცა აქვთ საშუალება, რომ თუმცა მე სტატისტიკაც მაქვს ნანახი ტურიზმის სამსახურისაც და საქსტატისაც, სადაც არ უნდა გავბეროთ ზედმეტად, არც თუ ისე დიდი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის ახერხებს ევროპაში მოგზაურობას ყველაფრის მიუხედავად. მაგრამ მაინც რაღაცა ნაწილი არის, სადღაც 10%-მდეც კი არა, 10-იც არა, 5% დაახლოებით ახერხებს ყოველწლიურად ევროპაში მოგზაურობას. მნიშვნელოვანი ნაწილია ცხადია. აქ რა არის, ანუ მოთმინება სადამდე, სანამ გამოიყენებენ ამ ბერკეტს თუ აქაც შეიძლება პრევენციულ ნაბიჯს ველოდოთ. აი გიორგი, ამ ბერკეტის გამოყენებას აი მყარი არგუმენტების გარეშე ვერ რისკავენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად აი ამ არამეგობრული დამოკიდებულებისა, ევრობიუროკრატიის ჩვენს მიმართ. რა არგუმენტი სჭირდება? იცით, აი შენ თუ ნერვებზე მოიშლი და დაიწყებ საპასუხო რაღაც ზომებით ხო დასანქცირებას რაც მოუყევი რა ვთქვათ პრივატების თუ კიდე ვიღაცების რაღაცების ანის 83 პასეს დელეგატი non grata personat აიყვანა როგორც ეს მაგალითად ალიომა გააკეთა თავის ქვეყანაში ხო ეს მათთვის იქნება უკვე სიგნალი რომ всё ესენი წითელ ხაზებს უკვე გადავიდნენ და მათ მიმართ შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა მაგრამ ბატონო ნახეთ უყურეთ ერთი არის რომ მე ვთქვათ საქართველოში არ შემოუშვი ვიღაც რომელიც შეიძლება მართლა არც აპირებდეს არასდროს ჩამოსვლას ხო იმ 83 დეპუტატიდან თუ რაღაც ასე შემდეგ თქვათ იმაზე ის გამოვაცხადე ისე პერსონა non grata ჩემთან მაგრამ მეორეა რომ ვიღებ კანონს ეხლა მაგალითად რომ ფონდს ვავალდებულებ შემითანხმოს რა გრანტს გასცემს კი ანუ მიზნობრიობა შეგითანხმოს ხელისუფლებას კი ბატონო და თუ ამას არ გააკეთებს მაშინ მე დავაჯარიმებ დონორს იმას პროსტერეთ ბენეფიციარს ამ გრანტის ბენეფიციარს ერთმანეთს რო შევადაროთ ეს ორი რაღაცა 83 დეპუტატიდან ერთ-ერთი დიდი ნაწილი საქართველოში არც არასდროს არ იმოგზაურებდა სავარაუდოდ.
ეს და ის რომ მე შენ გავალდებულებ მე მითანხმებდებ რა ფულს ხარჯავ. ეს არ არის სათანადო არგუმენტი ამ ბერკეტის გამო. გავს კანონს, ხო, კანონ პროექტს ჩვენ 24 წელს ვერც მივიღებდით და ვერც გავიფიქრებდით. ჩვენ ვაკვირდებით ხომ ფლაგმანს, რომელიც დღეს არის თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია, ხო? ვაკვირდებით მის მიდგომებს იმ საკითხებთან, ეს იქნება გენდერული პოლიტიკა, ეს იქნება ავიცი მე NGO სექტორის დაფინანსების პოლიტიკა, ეს იქნება საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკა, ეს იქნება ის მოწოდება, რომ ყველამ თავისი სუვერენიტეტის გაძლიერებას უნდა მიხედოს თუ ასე შემდეგ. ჩვენ აი ამ მეინსტრიმს მივყვებით და აქედან გამომდინარე არაფერს ისეც არ ვქმნით და არ ვთავაზობთ პროდუქტის სახით, რომელიც იქნებოდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ დემოკრატიის ფლაგმანის, ასე ვთქვათ, გლობალური დაანონსებული პოლიტიკის მიღმა. ამიტომ აქაც კი ცოტა რთული იქნება, აი ყველაფერს არ შეიძლება და არ ყვა რუსული, ანუ იმიტომ ეს უკვე ამოუვიდა ყელში. ყველას ამოუვიდა და უკვე სასაცილოც კი არ არის რა. იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი 90%-ით იდენტური მუხლებისგან შედგება. ანუ მაშინ ყველაფერს ჩინეთისაც კიდე და დავაქვათ რუსული და მხოლოდ ეროვნული მუხლები დავტოვოთ, თქვათ 1-5-6 რა და აქედან გამომდინარე, ნუ არ გამოვა ეს რა. ამიტომ ეს კი ბატონო ამათ ძალიან მტკივნეულად მიიღეს, მაგრამ ეს არ არის არაფერი იმასთან შედარებით, იმ რევოლუციურ გადაწყვეტილებებთან შედარებით, რასაც მასკი და ტრამპი ახორციელებენ საკუთარ ქვეყანაში და რისკენაც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ მოგვუბაძეთ რა. არ არის ეს ანტიდემოკრატიული მიდგომები, ნორმალურია. ბოლოსკენ რადგან მივდივართ, ანუ ეს საგარეო ფაქტორი რო შევაჯამოთ, ასე ვთქვათ. აქამდე არ ყოფილა არანაირი განცხადება. კი. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ევროპელებმა რაღაცები თქვეს, მე მგონი. რაღაცები, მოდი ესე ვთქვა, რაღაცები თქვეს კომისიასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ არც იტყვიან თუ რაღაცა მომენტამდე არ ამბობენ, იმიტომ რომ ერთია კომისიის დასკვნა, რომ აი კომისია პარტიამ შექმნა რაღაცა კომისია, მართლობა პარტიამ რაღაცეები მოიკვლია, რაღაც დასკვნა გამოსცა და ასე შემდეგ და მეორეა სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოზე ერთი რო დგება დღის წესრიგში მასზე ზემოქმედების აუცილებლობა გარედან და მეორე მისი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ტრიგერი იმისა, თუ როგორი მოქმედებენ შემდეგ, იმიტომ რომ დასკვნა კომისიის არ არის საბოლოო ვერდიქტი, ესე ვთქვათ, ხო? პოლიტიკურმა პარტიამ შეუძლია ნებისმიერი რამე თქვას დასკვნის სახით, მაგრამ როდესაც უკვე პარტიას აკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს ძალით, ან თუნდაც დაიწყებ განხილვას მისი აკრძალვისას, აქ უკვე ჩდება კონკრეტული мотиваცია იმისა, რომ იმოქმედო. როდესაც გარეძალა ხარ, ესე ვთქვათ. ჩვენ და საბედნიეროდ ისინი ჩვენთვის სასარგებლო ჩიხში იმყოფებიან. იმიტომ რომ ცნონ ამ კომისიის მუშაობა რანაირად თუ კი თლიანობაში არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს დღეს საქართველოს და მისი რომელიღაცა არალეგიტიმური შტოს არალეგიტიმურ კომისიაზე გააკეთონ თავისი აქცენტი რანაირად გააკეთონ, ხო? მათთვის ხომ ერთადერთი ლეგიტიმური პერსონა ქართველი არის პრეზიდენტი ბჭრალებში სალომე ზურაბიშვილი, ხო, რომელიც ამასთანავ, რა ვიცი, ჩეხეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, ხო? და მისი კოლეგა სვეტლანა ტიხანოვსკაია, ბელარუსის კიდევ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, იმაში პოლონეთში იმყოფებოდა მაგალითად 2-3 თვის წინ ოფიციალური ვიზიტით. ნუ დადიან ესეთი ოფიციალური ვიზიტებით და ხვდებიან რაღაც მსჯელობენ. აი, არ ვიცი, მე სხვა უბრალოდ ამერიკას შევეშვოთ. მაგრამ აი ევროპი და ბრუსელიდან ხო ოფიციალურ დონეზე რაღაცა მინიშნება, აღშფოთებული შეშფოთება თუ დემოკრატიის უკუსვლა ამ კომისიის მუშაობასთან მიმართებით, მე სხვანაირად ვერ ავხსენი გარდა იმისა, რომ მათი მხრიდან
ამ კომისიის ნებისმიერ ბრუნვაში ხსენება იქნებოდა შეხება იმ მათთვის აკრძალულ თემებთან, რასაც ქვია. იმიტომ ახსენე საკონსტიტუციო სასამართლო. ხო და საკონსტიტუციო სასამართლო ცოტა სხვა მომენტია რა. იმას ხო არ ელოდებიან. იქ ხო არ იქნება მოქმედება. ვერაფერს ვერ გეტყვით რა. მოქმედებასაც არ ვიცი, რაღაცა რესურსი ხო უნდა კონდეს. მე მაგალითად დიდი იმედი მაქვს რა, მეც ყველას დიდი იმედი გვაქვს რომ უკრაინის ომის გაჩერებასთან, შეჩერებასთან ერთად ხომ ძალიან სწრაფად განვითარდება მთელ მსოფლიოში ეს სხვა ტიპის მოვლენები, რომლებიც მათ შორის საქართველოსაც კარგად შეეხება მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო და ამიტომაც რა ეს გუშინდელ განცხადებას ვუბრუნდები კიდევ ერთხელ რა ამ საკითხებში ხომ არანაირი სიჩქარე და რაღაც ის არ გუმართებს რა არაფერი არ არის დაგვიანებული მით უმეტეს და არაფერი არ არის ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტაზე რაღაც დამოკიდებული რა სულ სხვა რაღაცაზე დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბედი ჩვენი გრძელ თუ მოკლევადიანი პერსპექტივები და არ ვიჩქაროთ აი სულ სწრაფობა ჩვენი ქართული ცოტა რა ვიცი აი ისტორიას რო ვამბობთ სახელმძღვანელოები და სულ უნდა იყოს მეც მაკლია ვთქვათ ამ სახელმძღვანელოებთან არის ის რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ გეოპოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვნად წყვეტს ახლა სულ გადამწყვეტია თუ არა საქართველოს ბედს და ყოველთვის ესა იყო ალბათ ყველგან, მაგრამ ფიჯის კუნძულზე ალბათ ნაკლებად მონაწილეობთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ვართ. და გეოეკონომიკა. დასაკვირველია ეს. ნაკლებია. მათ შორის აი ესეთი თუ გაიებით უეცინება, ვისაც გაეცინა, შეხედო. ეს არის ადგილი სხვადასხვა ფრინველების გადაფრენის ადგილი, სულ სამი ადგილია. ეს არის კავკასიას, აზიას და ევროპას რომ აერთებს სიტუაცია. ეს არის ჯვარედინი სიტუაცია. და ყოველთვის ეს ჭირდებოდათ. სხვადასხვა მე ამ მოვესწარი და ერთხანობა მიდიოდა ამის დაკნინება რომ არა კაცო არაფერი გეოპოლიტიკური ადგილი არა რატო იცი იაფად უნდათ ამისი ხელში ჩაგდება ანუ შენ ვარ მიიღოს ეგეთ ვერ მონახავთ ყველა მნიშვნელოვანი კამპანია ყოველთვის გეოპოლიტიკა იყო ისავად სახსენებელი თემურლენგი ამისთვის არ მოდიოდა აქ რა ქვია რომ კაკლის ხეები ეჩეხა და რაღაც ის ქონდა გეოპოლიტიკური მიზანი ქონდა სრულიად გამოკვეთილი ანუ ახლა რო თქვი დღეს ახლა მას შევეგოთ ხო ვიცი რომ ახლა როგორც ერთხანობა ჩვენ გვეგონა რომ დაიწყოს ეროვნულ მოძრაობა საერთაშორისო სამართალი უძახდო გვეგონა რომ სადღაც არის ადგილი მივალთ ახლა დავამტკიცებ ჩვენ სიმართლეს და ყველაფერი კარგი არაფერი ეგეთი არ არსებობს არ არის დედამიწა სამართლიანობის პრინციპით მოწყობილი. საბჭოხაი რო სამე დავამტკიცო. ნუ იმ ქვეყანას ამ დედამიწაზე ეს არ არის. და ძალა ზოგჯერ აღმართ საწყნავს. ესეც უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ამავე დროს ეს არ ნიშნავს რომ ბეცმიან ტვინი უნდა განძრი შეგიძლია ხოლმე ზოგჯერ რომ უკან გაყვე რაღაცას არა ურემ ზოგჯერ წინ ჩაყვე და მოყვე გადაბრუნების დროს ხო? გარდაუვალი პროცესები არის. ხანდახან დაიმალო. ხანდახან უნდა რაღაცა ქნა, დაიხიო, რაღაცა უნდა ქნა. და რასაკვირველია ეხლა რაც ხდება ეს საკითხია რომ ჩვენთა დემოკრატია ადარდებთ თუ არ ადარდებთ ბალტიისპირელებს ახლა ეს გადავდოთ მათ ადარდებთ საკუთარი თავი და ეხლა ჩვენთან ეს აბსოლუტურად ვეთანხმები ეს კანონის გადადება საერთოდ მატრახით არის რომ ჩვენ გარდა როგორ დაალაგდება მსოფლიო ასე დიდხანს არ გაგრძელდება ამას ისტორია გვეუბნება რაღაცის მერე რაც გინდა თქვით ყველა ომი მთავრდება აი ისეთი ომი მთავრდება რომ აი რო წარმოგიდგენია და 5 წელიწადში ერთმანეთის მეგობრები ხდებიან ხოლმე ესე იგი 50 წელს უკვე გერმანელები სრულფასოვნად იყვნენ ევროპაში ინტეგრირებულები და ნუ ხო 50 და მთელი ამბები და ფეხბურთი და სპორტი და მეგობრობა და რას ლაპარაკობა თუმცა აი ჩემთაობას გამოყარო ცოტა თამაშობდით გერმანელები და ისინი ომბანას თუ თამაშობდით ხოლმე ეხლა მე წარმოიდგინე ჩვენს ხო თქო მე წაიშალა რატო გეუბნები ეხლა უნდა სოფლიო დაალაგდეს ყველა მის როგორ დაალაგდება ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული მაგრამ ამ დაალაგების პროცესში თავს შევყოფთ თუ არა გრდემლში ან თიც ხელს ეს ჩვენზეა დამოკიდებული ის გრდემლი ნებისმიერ არჩევანში შეგვიძლია არ შევყოთ ან ნაკლები დანაკარგით გამოვიდა ამიტომ უნდა დაუცადოთ ამ სიტუაციას და ისინი რო არაფერს არ ამბობენ იმას დაუბრუნდები შენ რომ
არებობენ, იმიტომ რომ იქაც არ გაურკვევია ჯერ ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია. აქ რო შენ დაიწყო საქართველოს ლაპარაკი. შენ საქართველოსზე არ ლაპარაკობ მარტო და ის ყველა სიტყვებს არ ფანდებ. შენ ლაპარაკობ აზერბაიჯანზე, შენ ლაპარაკობ სამხრეთ კავკასიაზე. მე იქ ლაპარაკობ ჩინეთზე, მე გინდა და ამიტომაც ამერიკას გულის ხო არ იღებს ხმას. ხოლო რაც შეეხება ევროპას მიდის ინერციით, იმიტომ რომ როგორ ჩანს ახლა ჩვენ რო დალაგებული ამ ტრამპის მოსვლას არც ისინი არ ელოდნენ და მე ტრამპის ნაბიჯებს არ ელოდნენ, ხო ასკარად ვხედავთ და შევხედოთ ახლა ამას. აქაც მოულოდნელობა აღმოჩნდა, ხო ნახეთ, რომ აქამდე იყო, რომ ამერიკა იყო ერთი ნაწილისთვის ღვთიური სამართლიანობის განხორციელებელი. ეხლა ცოტა დაბნეულობა არის ამ ვითარებაში. და ჩვენ ყველამ ერთად ნიშნიკი არ მომოუგოთ ერთმანეთს ახლა მან უაზრობა არის ხა პრორუსი და პროისა და ამის დახილი. ამ პროცესებს უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეს ერთი ყველას გემია. ერთმანეთს რამდენიც არ უნდა მომიდომოთ. არ გამოგვივა ერთმანეთის გარეშე, ხო არ იმას ვიზამთ და დავიცავთ, მე მაინც გონია რომ დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. ახლა ეს თვე არის თუ რაღაცა არის, ეს იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად და ეკონომიკურად არავის აღარ აწყობს. ასე ვქოთ ჩვენ უკრაინის ეს არის მარტო უკრაინა, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ეს არის ისრაელი, ეს არის ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი. ფაქტია რომ რუსეთი და ტრამპი ლექსიკა შეიცვალა. ეხლა არა მხოლოდ ლექსიკა, ყველას დაუწესა ტარიფები იმადგარ. არა, დაუწესა, მაგრამ რუსეთის და ბელორუსის გარდა. არა, მაგრამ ლექსიკა შეცვლილია. ეს იყო მანამდე ეშმაკი ხატებოდა, ხო, იმის მხრიდან და ეხლა კრეტინი უნდა იყო ადამიანის რომ დაინახო და ახლა ამ კონტექსტში ამბებია იქ რაღაც არის და ამიტომ მიუყვეთ ნელა მიუყვეთ ამ პროცესს. თქვენ რომ ახსენეთ აზია ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი არ დაგვაუწყდეს, ოდესაც დაალაგდება სიტუაცია, ოდესაც რუსეთს მოუხსნიან სანქციებს და შეიძლება ისე ვატყობ თვითონ ევროპელებმა რაღაცაზე ბორდიშიც კი მოუხალონ, არ ვიცი რა, მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ინდოეთი რუსეთის დერეფანიც გაიჭრება და ვიზე გადის ეს დერეფანი. ეს როგორ ვთქვა, იცი, გადავდოთ და ეს შუქურა იყო, როცა დაჭირდათ შუქურა იყო და როცა ეს ხო არის ის გამოცხადება. როცა დაჭირდათ ავტორიტარიზმი. როცა დაჭირდათ ავტორიტარიზმი, თუმცა სოფლიოს ამაზე ახლა ჩვენ დრო დავხარჯოთ ეს არის. სოფლიოში არასდროს არავის არ უჭირდა აც ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა და არც ათენის დემოკრატიას არ უშლიდა ხელს, რომ თავისთან მონები ყოლოდა 90% მოსახლეობის და შენ ჩულე შემოქცეულიყო სამართლიანობის პრინციპი, მოკლედ ეს კაი კი არა. ახლა არასაკვირველია, მაგრამ დედამიწაზე სამართლიანობა და ნაწყენ განაუფლება არ აქვს, შეგიძლია დადიოდე ნაწყენი. რომ აი დედამიწა უსამართლოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედამიწა გაჩერდება. აი ესეთი რეალობა არის. სამართლიანად უნდა მოთხოვო მეგობარს და ოჯახის წევრს მოპყრობა. ესეთი ბოლო სიტყვა ოპტიმისტური ჩვენი ტრადიციის მიხედვით. ოპტიმისტური სიტყვა ისევ და ისევ მოახლოებულ აღდგომას უკავშირდება. მადლობა ღმერთს, რომ მოდის აღდგომა, ძალიან საინტერესო აღდგომა მოდის. იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო წლებში აღდგომებზე მოდის ხოლმე, ისა რა ქვია, დიდ მარხვებზე და მარხვებზე მოდის ხოლმე რაღაცა აი ჩვენი სიტუაციის რაღაცა არევა დაძაბვა და ფსიქოლოგიურად ისედაც უფრო განევროზებულ მდგომარეობაში გადადიან ადამიანები, მაგრამ აღდგომა არის ის, რაც აბათილებს ყველაფერს, რაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ნიშნავს და აი ეს მინდა რომ ყველამ შეიგნოს და აი 4-5 დღე დარჩა, ხო და რაღაცნაირად უფრო ოპტიმისტურად შეხედოს ყველაფერს, აღდგომის პრიზმაში შეხედოს ყველაფერს. აღდგომა და ხვალეო. აღდგომა და ხვალეო. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ. აბა, კი მშვიდობებით და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ. თქვენც ასევე. და ამ მშვიდობით შევხვდებით ერთმანეთს უკვე აღდგომის შემდეგ.